მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია Georgian Times-ი. მე დღეს თქვენ უკვე შეგხვდით დროული დიალოგის ფორმატში, ახლა კი ტრადიციული ორშაბათობით, როგორც წესი, 7 საათზე მე წარმოგიდგენთ დროულ კითხვებს, დებატების ფორმატს ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში, საინტერესო სტუმრებით და თემატიკით, რომელიც მნიშვნელოვანია. მას ასე, გადაცემის თემები და სტუმრები. რა იქნება დღევანდელი გადაცემის სადისკუსიო ნაწილი, ჩვენ რა თქმა უნდა, ანონსში წარმოდგენილი გქონდა აღნიშნული საკითხები, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს შევახსენებ აღნიშნულ საკითხებს. ევროპული დილემა და საგარეო ფაქტორები არის თუ არა სამართლიანი ევროსტრუქტურების შენიშვნები საქართველოს ხელისუფლებისა და ზოგადად ჩვენი სახელმწიფოს მისამართით. როგორი უნდა იყოს ჩვენი საგარეო ორიენტირები, არის თუ არა მრავალვექტორული პოლიტიკა საქართველოსთვის, რაციონალური გადაწყვეტილება და სად არის წყალგამყოფი. ასევე არის თუ არა ხელისუფლების გადაწყვეტილებები ჩამკეტი მექანიზმი და რას ფიქრობს ოპოზიცია აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან და გადატვირთვა ამერიკასთან. ასევე ტურისტული სეზონი, გამოწვევები და სოციალურ-ეკონომიკური ფონი საქართველოში, ციფრებში მზარდი ეკონომიკა და რეალისტური ეკონომიკური სურათი. რას ფიქრობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რაც მთავარია, როგორი არის ქართულ პოლიტიკაში აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენი მთავარი თემა მაინც იქნება ევროპული ორიენტაცია, ევროპის საკითხები, რომელიც დღის წესრიგში სექტემბერში ისევ დადგება, ევროკომისიების მიერ მომზადებული იქნება სხვადასხვა ტიპის ანგარიშები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას დღეს წარვუდგინოთ ჩვენი ინტერაქტივის თემაც, მე ვთხოვ რეჟისორს, რომ აღნიშნული თემა გამოიტანოს ეკრანზე, სატელეფონო ზარით გავაკეთებთ ჩვენი მაყურებლის და მსმენელის განწყობების გაზომვას და მათი შეხედულებების თქვენს წინაშე წარმოჩენას. არის თუ არა ევროსტრუქტურების შენიშვნები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, რაზედაც ხელისუფლება ხშირად აპელირებს. 3 პასუხი გვექნება, დიახ, არა, მიჭირს პასუხის გაცემა, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დარეკოს აღნიშნულ ნომერზე, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, სატელეფონო ზარი უფასოა. აღნიშნული ინტერაქტივის თემა, რა თქმა უნდა, YouTube არხზე, სადაც თქვენ QR კოდის საშუალებით შეგიძლიათ ჩაერთოთ გადაცემის მსვლელობისას, გამოაგზავნოთ კითხვები და გამოაქვეყნოთ თქვენი პოზიციები. მას ასე დავიწყოთ დღევანდელი გადაცემის დისკუსია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ზაფხულის პირობებში ჩემი გადაცემის სტუმრებს და წარმოგიდგინოთ ისინი: დათო ლორთქიფანიძე, ქართული ოცნების ერთ-ერთი ძირძველი დამფუძნებელი, მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და ქართული ოცნების წევრი და ბატონი გიორგი გვენეტაძე, პარტია გირჩის წევრი, საკრებულოს დეპუტატი, პარტია გირჩის წარმომადგენელი დედაქალაქში, კერძოდ თბილისის მუნიციპალიტეტში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მადლობა მოწვევისათვის, დიდი მადლობა ესალმებით თქვენ მაყურებელს. დავიწყოთ საუბარი თემატიკით, რასაც ქვია საქართველოს გამოწვევები, საგარეო ფაქტორები და მათი გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც კი, აი თელავში მომხდარი ინციდენტის ჭრილშიც კი, ყველაფერი იკვეთება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებთან და აღნიშნული საყოფაცხოვრებო ჩხუბიც კი შესაძლოა ძალიან დიდი პოლიტიკური გამოწვევების საკითხი გახდეს. მოდით მე ოპოზიციის წარმომადგენელს მივცემ პირველ სიტყვას. გიორგი გვენეტაძემ მინდა საკუთარი პოზიციები დააფიქსიროს, იცით რომ ეს გადაიზარდა აღნიშნული თემატიკა, ინციდენტი კახეთში მომხდარი ჩხუბის შესახებ, უკვე ასე ვთქვათ, ძალიან გლობალურ საკითხში უნდა დავუთმოთ თუ არა, ეროვნული თავმოყარეობა და ასე შემდეგ. ანუ თქვენი პოზიციები შეექმნა თუ არა უფრო ეგზისტენციალურ ჭრილში თუ შევხედავთ ამ საკითხს, აღნიშნული თემატიკით შესაძლოა თუ არა შეექმნას პრობლემა, თუნდაც იმავე საქართველოში ტურიზმის განვითარებას. უახლოეს მოვალეში. ჩვენი პრობლემა სულ სხვა რამ არის. გასაგებია, რომ სადაც ტურიზმი არის ბევრი ტურისტები და ჩვენ გვაცხადებთ, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ და გვინდა რომ ტურისტები იყოს, ყოველთვის იქნება ვიღაც უზრდელი ადამიანები, ამას ვერაფერ ვერ გადაასვათ, ცუდი საქციელი და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერ არ მართლება ის, რომ კაცმა ის ქალი იცემა. ასე, მართლა არ მოსულა ისეთ საქციელი. ბოლო-ბოლო თუ ვერ აგვარებს სიტყვერად კონფლიქტს, პოლიციაში უნდა რეკო და რაღაც წესი უნდა მოითხოვო.
და სხვანაირად შეთანხმდი ადამიანებთან. მე თუმეტეს იქ ჩემი აზრით არასდროულად მოიქცა თვითონ სასტუმროს ადმინისტრაციაც, ვინაც ვერ მოახერხა, უკვე როდესაც ეს კონფლიქტი რაღაც იწყებოდა, ეს არ მოხდა ერთ წამში რაღაც ხო ამ კონფლიქტის მიწყნარება და დამშვიდება, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია, რომ აი ქვეყანაში არ აქვს ესეთი ადგილი, სადაც ავტორიტეტული ადამიანი, მაგალითად მოსამართლე და როგორც ეს ხდება ამერიკაში და სხვა დასავლურ ქვეყნებში, იქნება ავტორიტეტული მოსამართლე, რომელიც იტყვის, რომ ეს არის მტკვანი, ეს არის მართალი, მშვიდად გაარჩევს საქმეს, ყველა მას ენდობა და არანაირი კუდები ამას არ გამოებნება. როდესაც ესეთი წესიერი და მშვიდი ადგილი არ აქვს არც თელავში, არც ქუთაისში, არც თბილისში და არსად. შემდეგ ამიტომ მოყვება ხოლმე ესეთი რაღაც გაზვიადება, რომ ეს საერთაშორისო რაღაც ვიღაც ერთმა უცდელმა ადამიანმა და მეორე არათავშეკავებულმა მამაკაცმა იჩხუბეს და ვცდილობთ ამას მოვაბათ რაღაც საერთაშორისო კონფლიქტის კუდები. მე მაინც ვთვლი, რომ ქვეყანაში უნდა გქონდეს ადგილი, სადაც ესეთი კონფლიქტები მშვიდად, წყნარად გადაწყდება სანდო ადამიანების მიმართ, ვის გადაწყვეტილებების მიმართაც არავის არანაირი კითხვები არ დარჩება და არავინ არ დააბრალებს არც ნაციონალიზმს, კარგით არ ვიცი ხა ეს რუსი იყო თუ უკრაინელი იყო, რა ვიცი ამერიკელი რო ყოფილიყო, რა შეიცვლებოდა. უზდელი ადამიანები ყველგან არიან. ხო, აი ეს რაც შეიძლება მაგ კონფლიქტზე რო ვთქვათ. მადლობა თქვენი პოზიციისთვის. ბატონ დათო, თქვენი მოსაზრებები, აქ ბატონმა გიორგიმ თქვა, რომ არ არისო ესეთი, ადგილი ალბათ სასამართლოს გულისხმობს, ანუ სასამართლოს დობის ხარისხზე საუბრობთ, ხო, ბატონ? დობის ხარისხით კონფლიქტების მოგვარების წესი არ აქვს წესიერი ქვეყანაში. არა, კანონი აგვარებს კონფლიქტს. კარგით, ბატონ დათო, თქვენი პოზიციები. მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მსმენელს. რაც შეეხება აი ამ საკითხს, რომელიც ახლა დაისვა, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ძალიან ემოციური სამხრეთელი ხალხი ვართ და ბუნებრივია ორი დღეა თუ შეიძლება ითქვას ძალიან დიდი ჯაბაასი მიდის ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან მოკლედ უნდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ძალადობა დასაგმობია, მიუღებელია, ეს სადაც არ უნდა იყოს და როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს. და აქვე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ ესეც აღმოჩნდა ის, რომ ქართველი ხალხის შეიძლება იმიჯი ვიღაცის თვალში და მე მგონია, რომ ამ ინციდენტის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი შეიძლება ესეც ყოფილიყოს, შეიძლება ჩვენი იმიჯი რაღაცნაირად შეილახოს კიდევაც იმ დონეზე დაიწყება ახლა ამასთან დაკავშირებით ანტიპიარი საქართველოსთან მიმართებაში და მე მგონია, რომ მე როგორც პოლიტიკოსი ამას ცოტა უფრო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გვერდიდან შევხედავ და მე მგონია ვიღაცას აწყობს, რომ საქართველო წარმოჩნდეს არა სტუმართმოყვარე ქვეყანად, რასაც ვერ მოახერხებენ ბუნებრივია, რომ აქ ტურისტის ყოფნა არის საშიში, რომ აქ შეიძლება ტურისტებს ქართველი ვაჟკაცები შეუვარდნენ ნომერში და რაღაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ. მე ამის ნიშნებს ხედავ რა, იმიტომ რომ როდესაც ქორწილი მიმდინარეობს და როდესაც ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა არის შეკრებილები, არ შეიძლება, ასე ვთქვათ, მათთან რაღაცა გამომწვევად მით უფრო რაღაცა დამატებითი ეს იქნება სითხე იქნება თუ ფიზიკური რამე ნივთი იქნება იმის გამოყენება, რაც რეალურად მოხდა და ამას არ უარყოფს არც გამოძიება, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და ცუდი ფაქტი არის და სხვადასხვა ეს ერთეული შემთხვევა არ არის და პირველი შემთხვევა. მე მახსოვს რამოდენიმე დღის წინ იყო ანალოგიური შემთხვევა, როდესაც დემონსტრაციულად იქ სადაც მიმდინარეობდა აქცია ამ ასე ვთქვათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ქალბატონებმა გაიარეს ასე ვთქვათ საექსკურსიო მანქანით და ამან გამოიწვია ძალიან დიდი ასე ვთქვათ აღდგენება, მაშინ როდესაც შეიძლება აბსოლუტურად გვერდი აევლოთ იმ ლოკაციისთვის და სხვაგან წასულიყვნენ, მაგრამ მე მგონია რომ ასე ვთქვათ შეთქმულების თეორიებს არ ვიზიარებ ბუნებრივია, მაგრამ როდესაც ერთხელ მოხდება, მეორეჯერ მოხდება, იქ შემდეგ ზღვის სეზონი არის, ზღვაზე კიდე შეიძლება რაღაცა ანალოგიური ჩაიდინოს ვიღაცამ, ვიცით რომ ამ ადამიანების აქციელს მათი ასე ვთქვათ მენტალობა და შინაგანი თუ შეიძლება ითქვას განათლებაც განსაზღვრავს და ახლა ყველას ნუ მოვთხოვთ რომ იყოს კანონთან
ასე ვთქვათ 100%-იან ასე ვთქვათ კვეთაში და ყველაფერი აკეთოს ისე როგორც ასე რომ იყოს, მაშინ არც სისხლის სამარის დანაშაული იქნებოდა და არც სამართალდამცავი სტრუქტურები იქნებოდნენ. მოკლედ ეს ფაქტი არის დასაგმობი, თუმცა ოპოზიციამ ამას ნაწილმა სხვა დატვირთვა მისცა ბატონ დათო, რომ რადგანაც რუსულენოვანი სტუმარი იყო, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ლოიალურია მათთან მიმართებაში. ალბათ ნახავდით ამ კომენტარებს. ქალბატონიკა დადგენილია, რომ ეს ქალბატონი არის უკრაინის მოქალაქე და ასე ვთქვათ რამდენიმე წლის წინ გადასახდა რუსეთში. ახლა იქ ამბობენ, რომ თითქოს ის რაღაც ინფორმაციებს აწვდიდა რუსეთის სპეცსამსახურებს და ამის გამო ის გააძევეს უკრაინიდან თუ რა. ყოველ შემთხვევაში დღეს ინსინუაციების ძალიან ნოყიერი ნიადაგი არის. ყველა შეუძლია რაღაცა მოიგონოს და ამატოს გამოაკლოს, მაგრამ ფაქტი არის ეს, რომ ეს ადამიანი სხვათა შორის ახლა როცა შემოვიდიოდი ერთ მახლობელმა ჩამიგდო ვიდეო, სადაც ეს ქალბატონი ძალიან უდიერად ექცევა ყაზანში იქაურ ტაქსის მსხოლს და თუ შეიძლება ითქვას პირდაპირ დედის გინებაზე არის გადასული და ეს ტაქსის მსხოლი იძულებული არის რომ დარეკოს თავის კომპანიაში რომ ასეთვე მსხოლს თავს დაესხა მგზავრი და ეს არის ქალბატონი რომელიც გუშინში გამიცინეთ იდენტიფიცირებას ჩვენ უმოვახდენთ უბრალოდ არ არის რამდენად სარწმუნოა და სახელით იდენტიფიცირებული არის ეს ქალბატონი და ნუ ეხლა მე პოლიტიკოსი ვარ და ეხლა ჩემს მოსაზრებაზე ვერავინ ვერ გამიჯდეს ეხლა მე ჩემი პოზიცია არის ასეთი რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეხლა ჩვენ ვხედავთ ყოველ დღე ათასობით უცხოელი ტურისტი არის საქართველოს თბილისის დედაქალაქში და სხვა ასე ვთქვათ ტერიტორიაზე და არავინ არავის არ ეკიდება და არავინ არავის არ ეჭხუბება რა. ბატონო, მაინც მე ვიტყვი რომ ძირითადი ჩვენი პრობლემა ხა ეს ერთი რაღაც ნიუანსი კი არ არის პრობლემა, ეს არის რომ აი წარმოვიდგინეთ რომ რასაც ჩვენ სულ ვიძახით რომ აი თელავში მაგალითად იყოს არჩევითი შერიფი, ვინც ადამიანებმა აირჩიეს თვითონ პოლიციის უფროსი და აი ენდობას ყველა მაირჩიეს. ხო, შერიფი. ხო, და იყოს არჩეული მოსამართლე, ვინც ადგილობრივი ადამიანები ენდობიან. ის ხალხი ხო იტყოდა ესეა და ყველა დაუჯერებდა და დღეს რა ვიცი, დღეს ნდობა არა აქვს უბრალოდ არც პოლიციასთან. ის მე ვფიქრობ რომ საკმარისი ნდობა არა აქვს, იმიტომ არ უჯერებენ, იმიტომ ყველა სიტყვას რასაც პოლიცია ამბობს, უკუმატრიალებენ, კუდებს მოაბავენ. მე არ ვფიქრობ ეგეთ ადამიანებს, მაგრამ ეს ხო ფაქტად ვიცით რომ ესეა და ეს 3 წლიანი მუხლი რომ მიუყენეს იმ ტურში, ეგეც ხო ნამეტანია სინამდვილეში, რომ გასაგებია სულად მოიქცა ადამიანი, მაგრამ ჩვენ ყველგან ხან აქეთ აქვს გადამეტება, ხან იქეთ აქვს გადამეტება. ადამიანები არ ენდობიან, არც პოლიციის უფროსს, არც პროკურორს, არც სახელმწიფო ინსტიტუციებში ხედავთ პრობლემას. მე ვხედავ, რომ ძალიან მცირე ნდობა აქვს სახელმწიფო ინსტიტუციებს ადამიანების და ეს იწვევს ბოლო-ბოლო ამ ყველაფერს, ამ ჭორებსაც, მოგონებასაც და ასე შემდეგ. ესე იგი, ჩვენ დემოკრატიის მომხრევად ბუნებრივია და არჩევითობა ყველაფერს ჯობია, მაგრამ საქმე იმაშია, ჩემო გიორგი, რომ იგივე შერიფი და იგივე სასამართლოს თავმჯდომარე მაშინ იქნება სრულად დამოუკიდებელი, როდესაც მისი დაფინანსების წყარო იქნება თუნდაც მუნიციპალიტეტის დონეზე. ანუ თვითმკვარი მუნიციპალიტეტი უნდა იყოს, მას უნდა ქონდეს იმდენი საშუალება, რომ დააფინანსოს თავისი მოხელეები, საჯარო მოხელი იქნება თუ ისა და მაშინ როდესაც ჩვენ არა ვართ სამწუხაროდ ჯერ მაგდონეზე, რომ დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, მუნიციპალური ერთეულები იყოს წარმოჩენილი, სულ რამდენიმე მუნიციპალიტეტია თვითმკვარი, ხო? ეგ ფოთი, ბოლნისი და აი ესეთი ერთეულები არის, რომლებიც ინახავენ თუ შეიძლება ითქვას თავის თავს და ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერზე არ არიან დამოკიდებული და ასეთ პირობებში, ხო, ეს ინსტიტუტი ჯერ ვერ იმუშავებს და პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ჩვენ აქეთ უნდა წავიდეთ. მან გეთანხმებით, მაგრამ თქვენ ხო მეორე პრობლემა გააჟღერეთ ეხლა, რომ ქვეყანაში ფორმალურად აგვაქვს თვითონ თვითმმართველობა, სინამდვილეში არ აგვაქვს. ისე გვაქვს მოწყობილი ყველაფერი, რომ თვითონ თვითმმართველი ქალაქები იქნება ეს თუ რაიონები, ვერ საზღვრავენ თავიანთ ბედს, ვერც გადასახადებს აწესებენ თვითონ როგორიც უნდა იყოს თვითმმართველობის შემთხვევაში, ვერც თავის ბიუჯეტის ფორმირებას ახდენენ, ყველაფერი შეგროვდება, ესე ვთქვათ, ცენტრში და შემდეგ ნაწილდება. ეს ცენტრალური მთავრობის მიერ მოწყობილი წესრიგია, რომ აკონტროლოს რეგიონები. ეგ არ მეგულისხმე და მასეც არ არის რა, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ მოწყვლადი, ასე ვთქვათ, ფინანსური რესურსი. იმიტომ რომ ცენტრალური მთავრობა არ აძლევს ამის საშუალებას, ეს წესრიგია მოწყობილი. სიტყვაზე ავიღოთ რომელი რაიონი გინდათ მაგალითად, აი დაუშვათ ანის რაიონზე ვთქვათ რა, სადაც მე დავიბადე, გავიზარდე და რაიონის ხელმძღვანელად მუშაობდი გარკვეული წლების წინ, ხო? აი დაუშვათ მიეცი დამოუკიდებლობა ამ შემთხვევაში ვანის მუნიციპალიტეტს, ხო?
დამერწმუნეთ რა, იქ ნამდვილად არ არის იმის საშუალება, რომ დაახლოებით დღეს 8 მილიონი რო არის მისი ბიუჯეტი, 8 მილიონის შემოსავლები გაუჩნდეს ასე ვთქვათ არის საშუალება, გიპასუხებთ როგორ? არა, არ არის ამის საშუალება. დღეს აქედან გამომდინარე, ხო ძალიან ძნელია რა. გამოდის რომ მოდი და ესე პოლიტიკური ვაკხანალიაში გადავარდებით, იმიტომ რომ ერთგან იქნება დაუშვათ ვისაც თვითკმარი ბიუჯეტი ექნება, მეორეგან იქნება, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტზე იქნება მიმმული და ეს საბოლოო ჯამში არ გამოიწვევს უსაძლებელს. კი ბატონო გეტყვით, ეხლა დღევანდელი სიტუაციით თქვენ მართალი გზანდებით რომ არ აქვს ვანს იმის საშუალება 8 მილიონი შეაგროვოს თავისი ბიუჯეტი, მაგრამ წარმოვიდგინეთ ეგეთ სიტუაცია, როდესაც მე ვარ დაუშვათ ვანის გამგებელი, თუ მერი თუ რაც ერთმა გუბერნატორი და მე მაქვს საშუალება რომ დაუშვათ DGG გავაკეთო არა 20%, არამედ 15%. საშემოსავლო გადასავალი დავწივა 10%-მდე და ძალიან ბევრი კომპანიები რომ დღეს ხომ ჩვენ ვიცით ყველამ რომ ძირითადად თბილისშია სულ ყველა თბილისში მუშაობს, აქ არიან დარეგისტრირებული ოფისებიც აქ აქვს, ყველაფერს წარმოებებიც აქ აქვს. მე თუ მაგალითად რა ვიცი ფეხსაცმლის წარმოებელი ვარ, ჩემთვის სულ ერთია სად იქნება ჩემი ცეხი თბილისში თუ ვანში. როგორც კი ვანი შემომთავაზებს მე საუკეთესო პირობებს, მე იქ გადავბარგდები და აი ამ კონკურენციაში დავასრულებ თუ შეიძლება და აი ამ კონკურენციაში როდესაც ვანს თავისი ექნება, ქუთაის თავისი ექნება, ფოც თავისი ექნება, წარმოიქმნება ამერიკის მაგვარი ესე იგი წესრიგი, სადაც ყველა შტატს თავის კანონი აქვს, თავის ეკონომია აქვს, ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს, სად იცხოვროს ვანში, სადაც წარმოოს ფეხსაცმელი და სადაც წარმოოს ავტომობილი. შეხედეთ კონკრეტულად ეხლა ჩავაცილდით ამ ვანს. ნებისმიერი მუნიციპალიტეტი ავიღოთ, სადაც არის კარგი ნოყიერი ნიადაგი, რომ იქ ასე ვთქვათ, მეწარმე სუბიექტმა, ბიზნესმენმა გადაიტანოს თავის ისა, მაგრამ როგორც წესი ეს იქნება უბრალოდ ფარსი, რა გაგებით იცით? უბრალოდ ის დარეგისტრირდება იმ რაიონში, მაგრამ თავის წარმოებას ვერ გადაიტანს იქ რა. ყველა ხო მაგას ვერ გააკეთებს. ამიტომ ეს იქნება ერთგვარი ბიუჯეტთან მიმართებაში, ასე ვთქვათ, ცრუ მოქმედება, რომ ადამიანი დარეგისტრირდება ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში და რეალურად იმ მუნიციპალიტეტს არ შრომის, ასე ვთქვათ, სამუშაო ადგილები მოემატება, არ შემოსავლები გაეზდება და უბრალოდ არა, ეხლა რომელი წარმოება უნდა გადავიდეს, პირობითად ავიღოთ Coca-Cola. ეხლა Coca-Cola წავა და მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდება. რატომაც რა თუ ის გააკეთებს მილიონობით ზარის ეკონომიას დარეგისტრირდება. რას იგებს ამ როგორ შეიძლება მჯელობდეთ Coca-Cola-ის ფლობელის მაგივრად, როგორ შეიძლება თქვენ მჯელობდეთ? მე არ მჯელობ, მე უბრალოდ თქვი ახლა თორა. ნუ მაშინ ასკანელის ძმები ვთქვათ, რა ჰიპოთეტურად შეგვიძლია მილიონერი რამე მოვიფიქროთ, ცუდი მაგალითი მოვიყვანოთ, მაგრამ ფაქტად ის სისტემა მადლობა ეს არ არის მაგის საშუალება. გვინდა არ გამოიხატება ქმედებებში უნდა გამოიხატებოდეს. წლების წინ ამ ქვეყნის ბიუჯეტი იყო სადღაც 8 მილიარდის ფარგლებში. ხო? ყველაფერი არის პირობით და შეფარდებითი, ხო? დღეს ბიუჯეტი არის ხარჯების ნათიში დაახლოებით 34 მილიარდი. ესე იგი, სად 8 მილიარდი, სად 34 მილიარდი. ხო, ფულს ვართმევთ ხალხს. ხო, ნუ არა. ნუ ვაგროვებთ ადამიანებს. კი, არ ვართმევთ ბიუჯეტი, ეკონომიკა არის და ეკონომიკიდან შედის ახლა და ხალხს ჩვენ ბჭყალებში ვართმევთ, ცუდი სიტყვა ვართმევთ, მაგრამ ჩვენ ხალხისგან ვიღებთ ასე ვთქვათ საშემოსავლო გადასახადს და საშემოსავლო გადასახადი თუ იზრდება ეს ნიშნავს რომ ჩვენი დასაქმებული ასე ვთქვათ ადამიანების რაოდენობაც იზრდება და თუ იზრდება და თან ამასთანავე ის მიერ გადახდილი საშემოსავლო მეტი არის. ბატონოს თემა და სხვა მოგების გადასახადის რაღაცები. მეორე ნაწილში მინდა ამ ეკონომიკაზე გავაკეთოთ, ახლა მინდა რომ ძირო უსაკითხს კი ბატონო ინტერაქტივის ძირო უსაკითხს არ ავწდეთ, ეს არის ევროსტრუქტურების შენიშვნები. საქართველოს შიდა სუვერენულ საქმეებში ჩარევა. ბატონ გიორგი, ეს არის ხელისუფლების პოზიცია ხშირად. იმავე EUTOS ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტები, ყველა შენიშვნა მაინც რაღაცნაირად ასე ვთქვათ, თავს იყრის იმ ძირითადი შენიშვნების ირგვლივ, რაზედაც შემდეგ ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის შიდა სუვერენულ საქმეებში საკანონმდებლო ბაზის რეგულირებაში ჩარევა და ასე შემდეგ. როგორია თქვენი მოსაზრებები, რამდენად სამართლიანია ხელისუფლება, როდესაც ის ამბობს და წუხს, რომ ტენდენციურია ევროსტრუქტურების საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული შენიშვნები. კი ბატონო. ხო ცოტა დრო დამჭირდება? კი, დრო გვაქვს. თქვენი ჩემი პოზიცია რომ ჩვენ მთავრობასთან ცოტა სხვა კითხვები და პრეტენზიები გვაქვს და სინამდვილეში მე უფრო მადარდებს ის თუ რა პრეტენზიები აქვს ჩვენ მთავრობასთან, ჩვენ მოქალაქეებს, რა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ მთავრობასთან ჩვენ, ვიდრე მადარდებს ის თუ რა პრეტენზიები აქვს ჩვენ მთავრობასთან ევროკავშირს და ევროკავშირის ბიუროკრატებს.
და ზოგადად ჩვენი მთავრობა მიდრეკილი არის იქითკენ, რომ სულ ევროპაში ეძებოს რაღაც ცუდი, რაც მართლა არის ევროპაში ცუდი, ამაზე კამათიც არ არის საჭირო, რომ გასაგებია, რომ იქ ძალიან ბევრი პრობლემებია ევროპაში, ადრეც ყოფილა ეს პრობლემები და რაღაცნაირად ამ ხალხმა ამ პრობლემების გადაჭრის გზებიც უპოვიათ წინა საუკუნის შუა წლებში და ყოველთვის. და იმედია, რომ ეხლაც იპოვიან. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენი მთავრობა მარტო ამ ცუდ რაღაცებს ამოიღებს ევროპიდან და სულ მაგაზე გველაპარაკება, რომ აი ევროპაში ეს არის ცუდი, ევროპას ის ითხოვს ამას, ევროპა ასე და ევროპა ისე. და არც ერთხელ არ მსმენია მე რომ ყოფილიყოს დაუშვათ რა არის აქეთ. იქეთ არის სუდი ევროპა თავისი პრობლემებით დაუშვათ, მაგრამ რა არის აქეთ ამხარეს აქვს რამე პრობლემები რუსეთს მაგალითად არის რუსეთში რამე ისეთი რაც ჩვენ არ მოგწონს. არა, არის ევროპა, არის დასავლეთი და არის აღმოსავლეთი. მოდი გადავხედოთ აღმოსავლეთით. მე არ მსმენია საუბარი რუსეთის პრობლემებზე, არ მსმენია საუბარი ჩინეთში რა პრობლემებია, ინდოეთში რა პრობლემებია, არაბეთის ქვეყნებში რა პრობლემებია, რაც ჩვენ არ მოგწონს მაგალითად და არ გვინდა რომ ეგეთი წესრიგი გქონდეს საქართველოს. ხომ ამაზე შეიძლებოდა საუბარი, მაგრამ ამასო თავი დავანებოთ პროპაგანდად მიგაჩნიათ? არა, ჩემთვის მე მიმაჩნია რომ უბრალოდ ამ ყველაფერს იყენებენ როგორც ფარად და ნამდვილ ყოფით პრობლემებზე არ საუბრობენ. და ისეთი შტაბ-ეტილება მრჩება რომ უკვე ადამიანებსაც კი აღარ აღელვებთ ეს ევროპის პრობლემები, ევროპის კითხვები ჩვენსკენ, უფრო ადამიანებს აღელვებთ გაზრდილი ჯარიმები, გადასახადები, არ აშენებული ინფრასტრუქტურა და ხო, ამაზეც თუ ვისაუბრებთ, შეგვიძლია ჩავშალოთ ეს თემა შემდეგ, რამდენი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი ქვეყანაში, მით უმეტეს რომ მე რაც აგერ საკრებულოში ვარ, უშუალოდ ვეხები ამ საკითხებს, ხო, რაზეც მთავრობამ უნდა იმუშაოს და ამას არ ვაკეთებ და ყველაფერზე პასუხი გვაქვს რომ ევროპა ესეთია. ხო და რაც მთავარია, მაგ ვექტორსაც რო გავყვეთ დაუშვათ, ხო? და არ ჩაგაცნო. რაც ჩვენ გვაცილებს მთავრობას. ესეთია, რასაც ამბობ, თუ არა. ევროპა ძალიან სხვადასხვანაირია, მაგრამ მაგაშია საქმე ზუსტად. ხო და აი უყურეთ მე დაგითხრათ ჩვენ იმას არ ვხედავთ ევროპაში, რაც მე მაგალითად მინდა რომ ჩვენ გქონდეს საქართველოში. ხო, მე მინდა რომ ჩვენ საქართველოში გქონდეს ისეთი მართლობის სისტემა, როგორიც არის უმრავლეს ევროკავშირის ქვეყნებში. მაგალითად, არც ერთ ევროკავშირის ქვეყანაში არ არის ისეთი მართლობის სისტემა, რომ ერთ ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული მთელი ქვეყანა. არც ერთ ევროპის ქვეყანაში არ არის პარლამენტი, სადაც ერთპარტიული პარლამენტი იყოს. აი როგორც ჩვენთან არის ახლა, ხო? ერთ ადამიანზე სად არის ჩამოკიდებული? საქართველოში მე მგონი არავინ არ კამათობს იმაზე, რომ ბატონი ბიძინა განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკასაც, მთავრობის პოლიტიკასაც შესაბამისად და ამას არც პრემიერ-მინისტრი არ უარყოფს. ბატონი ბიძინა განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკას, იმიტომ რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეა და დამფუძნებელია და სულ ახლახან უარყოფა და იგნორირება სულ ახლახან პრემიერ-მინისტრმა მთელი პრესკონფერენცია ჩაატარა, რომ ბატონი ივანიშვილი განსაზღვრავს მთავრობის პოლიტიკასაც და ქცევასაც და ყველაფერი მასთან არის შედარებული და გენიალური. მე არა მაქვს პრეტენზია, რომ მე არ ვიძახი კარგად აკეთებს ის ამას, თუ ცუდად აკეთებს ის ამას. მე ამას არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ესეთი წესრიგი არ არსებობს უბრალოდ და მე მინდა რომ ჩვენ ქვეყანაშიც ისეთი წესრიგი იყოს, როგორც ბევრ ევროპულ ქვეყნებშია, ხო, უმრავლესობაში რომ მრავალპარტიული პარლამენტი გქონდეს. რომ წესიერი არჩევნები შეგვეძლოს ჩავატაროთ ქვეყანაში. და მრავალპარტიული არჩევნების შედეგს მოსახლეობა დებს და რა თქმა უნდა, მოსახლეობა დებს, მაგრამ არჩევნებს და იმ სპექტაკლს საკრებულოში აყენებთ საკითხებს და როგორ ფიქრობთ, თქვენ ამორჩეველი მოგემატათ ამ პერიოდში თუ ისეთი არის ანუ ის რაოდენობა კატაბოჩეველი რომელიც მაგის გაზომვის რესურსი მე არ მაქვს, მაგრამ შემდეგ არჩევნებზე გავზომავ. ამის გაზო არა, მე აქ კლინობით ფორმაში კი არ ვკითხულობ. რეალურად ვკითხულობ რა, აი თქვენ რაღაცაზე შრომობთ, ანალიზს აკეთებთ და თბილისის, ანუ ქვეყნის პირველ ქალაქში ამ პრობლემებს აყენებთ საზოგადოების წინაშე და როგორ ფიქრობთ, გუშინ თუ გეხმიანებოდათ 10 კაცი, დღეს 50 გეხმიანებათ? კი ბატონო. ხო, ნუ აი ამისთვის არის ზუსტად, ანუ იმედი გაქვთ არჩევნების, ხო? არჩევნებზე გამოჩნდება. ხო და ზუსტად თქვენ კითხვაში ეს პასუხი ზუსტად რა, არჩევნებზე არის დამოკიდებული. ხო და ვერ ჩაგვიტარებია. ეხლა ძალიან ხوار წავაგებთ არჩევნებს. ვერ ჩაგვიტარებია მეთქი წესერი არჩევნები, გესმით? ერთი არჩევნები ვერ ჩაგვიტარებია. ერთი შენიშნა არ დაუწერია არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას და არც ადგილობრივ საარჩევნო სუბიექტს, რომ არჩევნები არასწორად ჩატარდება. ამის გამომტანი არავინ არ აქვს პარლამენტში, გესმით? ამის გამომტანი მარტოზე ხარ პარლამენტში. თქვენ ხო იცით რომ მარტოზე ხარ პარლამენტში და ეს თელი ცირკი რაც იყო მოწყობილი წინასაარჩევნოდ
გახარიას პარტიიდან ის ხალხია შესული მისთვის ხმარების არ მიუცია. ლიდერი გაქცეულია. პარლამენტში იმიტომ ვზივართ, ასე ვთქვათ, დომინანტის როლში რომ მოსახლეობა მაგვირჩია და პლუს ამას გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა უარი განაცხადეს და არ შემოვიდნენ მოსყიდული ლიდერების მეშვეობით ხალხსაც მიიღეს უარი და მე ვთვლი რომ მაინც ქართული ოცნების პატივცემთ და უბრალოდ ჩვენ უნდა დავამთავროთ თქვენზე არ გულისხმობთ ნებისმიერს ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დაამთავრონ აი ზოგადი პერსონიფიცირების გარეშე საუბარი რა. კონკრეტულად გეტყვით კი ბატონო. პირდაპირ უნდა დასახელდეს და საზოგადოება უნდა იცოდეს ვისთან აქვს საქმე რა. ვარამიამ როგორ დახარჯა 40 მილიონი ვინმე გადაამოწმა. ვინმე თქვა მაგაზე ხო ყველა შეთანხმებული ვართ. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, მან რა ქვია. დინარაძემ შეიძლება 40 მილიონი. დინარაძემ შეიძლება 40 მილიონი არ იყო, 35 იყო და რაღაც იქიდან შემოვიდაო სინგაპურიდან თუ საღაციდან და ეს ყოფილი სულ უფროსი გვეუბნება ამას. გესმით და ჩემ მეგობარს საარჩევნო დეკლარაცია არის 117 ლარი ქონდა ჩემ მეგობრის შვილს და იმისთვის დაიბარეს რომ დაგვავიწყდა დეკლარაციას ავსებს ყველა პოლიტიკური პარტია არჩევნების შემდგომ. ხო ფინანსურ დოკუმენტს არადგენს და მე გირჩევთ რომ თქვენ გამჭრიახი ხალხი ხართ პარტიაში და აიღეთ ეს დეკლარაცია და ჩაღევით ბოლომდე და იაგო რომ აკეთებს საინტერესო გადაცემას ერთი გადაცემა მიუძღვალს მაგას. ერთი გადაცემაც გვაქვს მიზრული და მეტი გადაცემაც გვაქვს მიზრული და უფრო პოლიტიკურ თემებს მაინტერესებს. 60,000 რომ აქვს ადამიანებს შეწირული რომლებსაც ხელფასი აქვს 1000 ლარი და 1500 ლარი და სულს კითხვაც არ დაუსვია და ჩემი მეგობარი გამოკითხეს თქვენ დაუსვით ჩვენ მადლობა მე მაგ ჩაკითხვა მადლობა თქვენს უკან როცა იქნება ამორჩევლის ის რაოდენობა რომელიც თქვენ კითხვას წონაც გახდის, აი მაშინ გიპასუხებენ. უნდა იზრუნოთ რომ ამორჩეველი გაგიბრალდეთ რა. უყურეთ რა გითხრათ მაგ არგუმენტს მეც საკრებულოში ხშირად მეუბნებიან ხოლმე რომ ჩვენო ქართულმა ხალხმა მე რაღაცას კი არ ვიგონებ. დაბასრულებ ჩვენო ქართულმა ხალხმა მოქცეო ძალა ასე ვისეო და მე ჩემი პასუხი რა არის იცით? თბილისის საკრებულოს და მთავრობას თავის წინასაარჩევნო დაპირებებში ის რომ ჩაეწერა რაც შემდეგ გააკეთეს, ნახავდით როგორი პროპორცია იქნებოდა პარლამენტში. ჯარიმების გაზრდა იქნებოდა ეს საბაჟო გადასახადების გაზრდა იქნებოდა, კანონების გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ასე შემდეგ ამინისტიის არ მიღება უბრალოდ უარყოფა ყველანაირად ეს ყველაფერი რო ჩაეწერა წინადაპირებებში ქართულ ოცნებას ნახავდით რა იქნებოდა არჩევნებში ჩატარდა და ისე გავიმარჯვეთ და კი ბატონო ერთი რამე მე არ ვიზახო თქვენ ხვალ გამარჯვეთ მაგრამ რა გიშლო ჩაატაროთ ნორმალური არჩევნები ისრაელში არავინ არ აპროტესტებს, არავინ არ წერს საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ვიზაში ეუთომაც კი არ დაწერა. კარგი, მადლობა. არაფერი. მადლობა. ნუ ეხლა ამბოლოს ეს ეუთო წაიყვანეს თავის ჭკუაზე. ეუთო კაცო მიშადეს კაი რაღაცებს წერდა ხოლმე. ხო, ნუ რა ვიცი ხა. თანამედროვე სოფლიოს მოწყობა ეგ არის და ეხლა რა ვქნა. კარგი, ბატონ გიორგი თქვენ ვერ გავატარებ ეთერში, მაინც არ არის მის წარმომადგენელი გვარამიასთან დაკავშირებით და თავად გვარამიას პოზიცია როგორია? იმას რო კითხოთ არ შეიძლება? იმიტომ რომ არ არის ეხლა ეთერში და ბრალდება არის ეს და თქვენ ალბათ იცით რომ გვარამია თქვენთან მოდის სასაუბროდ? არა, არ მოდის და არ მოდის სასაუბროდ კითხვებს არ პასუხობ. ჩვენ მელია იყო მოსული ნიკანორი და კი ნახეთ მაგ კითხვაზე რა ისტერიკა მოაწყო და უბრალოდ რახან ეთერში არ არის თქვენ რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას რომ ხელისუფლებისგან მიიღო თორე თვითონ პარტიის დაფინანსება არ არის საჩოთირო და კანონდარღვევა ხო? ყველა ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, ამ ქვეყანაში ფულს ხარჯავთ, არჩევნებს ვატარებთ და ჩვენი ყოველი ლარი არის გამჭვირვალე, ყოველ ლარზე გვაქვს პასუხი ნაგები და ისევ ვიმეორებ 117 ლარი რო დაგვჭა ბარათზე დეკლარაციაში ჩაუწერელი, ხუჯე დაგვიბარეს მას გამოკითხვაზე. ხო და არავინ თვითონ გვარამია არ უარყოფს, ჯაფარიძე არ უარყოფს, არავინ არ უარყოფს რომ 40 მილიონი დახარჯეს, არავინ არ ამბობს საიდან გილაურმა დაგვაფინანსა, არ ამბობენ რომელმა ძმამ დააფინანსა, თუ ერთ ძმას არ აქვს მაგდენი ფული, მეორე ქართული ოცნების ხარდამჭერია და როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი, როგორ მივიღოთ სხვანაირად. ამიტომ ყველანაირად დასაბუთებული ეჭვებია და ფაქტია რომ არავინ ამას უკვე არ უარყოფს, რა ვიცი. მადლობა, მე ვალდებული ვარ რომ ეს კითხვა ორივე გილაურს აქვს საკმარისი ფული, ჩემი აზრით. კარგით, ეს არ არის ჩვენი გასაზომი საკითხი, ისევ ევროპულ საკითხებზე ძალიან საინტერესო დაიწყო ბატონმა გიორგიმ და ბატონ დათო უპასუხებს და შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შემხოდრე კითხვები დაუსვათ. ძალიან კარგია სხვათა შორის ორ ადამიანში უფრო ხმაც ისმის და უფრო საინტერესო
არის ბატონ დათო თქვენი მოსაზრებები რომ ხელისუფლება ხშირად მხოლოდ ცუდ ნაწილს იღებს ევროპული ნაწილიდან საზოგადოებას პროპაგანდის წნეხის ქვეშ ამყოფებს და იმავე რუსეთზე სადაც არანაკლები დარღვევები ან ჩინური მოწყობის წესზე იქნებ ისიც შეუსაბამოა რაღაცა ქართულ ეროვნულ იდენტობასთან ის არ აპელირებს როგორია თქვენი მოსაზრებები ამ შემთხვევაში ლეგიტიმურია ხელისუფლების წუხილი თუ პირიქით ეს ხელისუფლება მართლა ჩამკეტი მექანიზმი არის საზოგადოებისთვის ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით ქართული ოცნების პოზიცია დიახ აქ ძალიან მარტივად არის საქმე რა მოგესალმებათ რომ ხელისუფლებაში როცა მოდიხარ ვითარდები ევოლუციურად ანუ სახელმწიფოს იბარებ და პირველივე ნაბიჯები რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გადავდგით იყო ის რომ ჯერ კიდევ 2014 წელს ხელი მოვაწეთ ასოცირების ხელშეკრულებას ხო 2014 წელს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროპასთან შემდგომ იყო 2017 წელს ოიზო მიმოსვლის ხელშეკრულება და მილიონობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სარგებლობს დღესაც აი ამ ძალიან კარგი ასე ვთქვათ გადაწყვეტილებით და ბოლოს მივიღეთ ევროსაბჭოს კანდიდატი წევრის სტატუსი. სად ჩანს ის რომ ჩვენ ევროპასთან რაღაცა გამიჯნას ფიქრობდით, ხო? თანმიმდევრულად ამ ნაბიჯებს ვდგავდით და მთელი ამ ხნის განმავლობაში არც პროტესტებოდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად სწორად რეაქციები ჰქონდათ ადეკვატური და ასე ვთქვათ არავითარი პრეტენზიები ჩვენთან მიმართებაში არ იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში როდესაც მას შემდეგ რაც სახალხო პარტია არის წარმართველი პოლიტიკური ძალა და სახალხო პარტიის შვილობილი პარტია საქართველოს ნაციონალური მოძრაობა მოგეხსენებათ ანუ მისი დედა პარტია არის რეალურად როდესაც დაინახეს რომ ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ პარტიას და ჩემთვის ისინი ოპოზიცია ვერასოდეს ვერ იქნებიან არიან კრიმინალების და სისხლისმელების ერთი შეკრებილი ადამიანების ასე ვთქვათ ნაწილი დაინახეს რომ მათ უკვე პერსპექტივა თითქმის უკრებოდა ქართულ საზოგადოებაში ამის შემდეგ დაიწყეს ხელისუფლებაზე ზეწოლა და მოგეხსენებათ მიიღეს არაერთი რეზოლუციები ევროსაბჭოში რომელიც რეალურად ასე ვთქვათ აი კონკრეტულად რომელი იყო ვთქვათ სუბიექტური და პოლიტიკური ტენდენციური რომ ვთქვათ ბატონო ერთი მეორეზე სუბიექტური იყო ყველა ეს რეზოლუციები აბა რეზოლუცია როგორ შეიძლება იყოს ობიექტური როდესაც გეუბნებიან რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტპატიმარი უნდა გაანთავისუფლოთ საპატიმრო ადგილიდან როდესაც სისხლის სამართლის დანაშაულებებზე აქვს ადამიანს ვთქვათ ხალი წაყენებული დაჟილია იხდის სისხლის სამართლის და როგორც დამნაშავე თავის საჯელს და გეუბნებიან რომ რომელი ევროპულ ქვეყანაში დაიშვება ამის მსგავსი რამ რომ მიმართონ იმ ქვეყანას და იმ ქვეყანამ ეს ნორმალურად მიიღოს. მე უბრალოდ ამას ვამბობ, იმიტომ რომ ეს თვალსაჩინოა ყველა ჩვენი მოქალაქისათვის რომ მარტივად მიხვდნენ, თორე იმის იქეთ იგივე კანონზე რომელიც ცალსახად ჩემის აზრით არის პოზიტიური დაფინანსების თემა, როდესაც გეუბნება სახელმწიფო რომ შენ ვინ გაფინანსებს, პრობლემა არ არის მაგაზე რა. თუ უცხოური დაფინანსების 20% არის უცხოური, მაშინ კეთილი ინებეთ და მოდი რა შეავსე დეკლარაცია წელიწადში ერთხელ და ეს დეკლარაციაც თუ არ შეავსე წესიერად, ხო, არანაირ სისხლის სამართლის პასუხისგებას არ ითვალისწინებდა ეს კანონი, ითვალისწინებდა მხოლოდ ჯარიმის სახით თანხის გადახდას, მაგრამ ამაზე ატყდა ერთი ამბავი და კინაღამ რევოლუცია მოაწყოს ქვეყანაში. მაშინ როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ასე ვთქვათ ევროკავშირის ქვეყნებიდან ამერიკის შეერთებული შტატების USAID-ის პროგრამებით დაახლოებით ჯამში 200 მილიონამდე დოლარი არის შემოსული ამ ქვეყანაში და ახლა რაში მოხმარდა და ვინ რაში დახარჯა ეს ფული ხო მე მგონი მარტივი გასაგებია ეს ადამიანები კარგად დაფულიანდნენ კარგი ოფისები აქვთ კარგი ხელფასები აქვთ და ყოველ დღე მავნებლობენ საქართველოს წინააღმდეგ ხო და გულისხმობთ მავნებლობაში იმაში რომ აბსოლუტურად თითიდან გამოწვევი რაღაცებს იგონებენ, აბრალებენ, დარბიან ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ესწრებიან წარმომადგენლობით, ასე ვთქვათ, ეს კონგრესი იქნება თუ ევროპარლამენტი იქნება და დაკავებული არიან საქართველოს გაშავებით.
ხო და ბუნებრივია ეხლა ამას როცა ხედავს ხელისუფლება, ხო? ბუნებრივია რა უნდა ქნას ეხლა მუშტიკრის ხوار გაუმართავს და საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა რომ ეს ყველაფერი მოაქციოს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს და ამის საწინააღმდეგო როცა ერთ რეზოლუციას ღებულობ, მე მეორე რეზოლუციას ამატებ და არისვენებ თუ შეიძლება ასე ითქვას და ყოველ შემთხვევაში შენს მიღებულ რეზოლუციას არც ეს მხარს არ უჭერს ევროპის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მეთაურები, ხო და ეს რეზოლუცია რჩება რეზოლუცია და არადაირი აღსრულება მას არ მოყვება, ხო? ბუნებრივია უნდა მიხვდე ამ შემთხვევაში, რომ დაანებო ამ ქვეყანასთან, ასე ვთქვათ, უაზრო ჭიდაობას თავს და ჩვენ კიდე როდესაც გაცხადდა, რომ 2028 წლამდე არ მოვითხოვთ, ასე ვთქვათ, წევრობაზე არ დავიწყებთ, ასე ვთქვათ, განაცხადს არ შევიტანთო, ძალიან მარტივი გათვლა ეს იმის გამო, რომ არ იყო საჭირო ყოველ ჯერზე, ასე ვთქვათ, მაინც უარი იქნებოდა მოსალოდნელი და ყოველ ჯერზე მიეცემოდა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას იმის საფუძველი, რომ აქციები დაეწყო და რაღაცები. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ევროპიდან წახალისებული იყო? მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ის ვალდებულებები, რომელიც არის აღებული ევროკავშირთან, ამ ვალდებულებების შესრულების პროცესშია და მე შეხება მაქვს და ვიცი რომ ეს არის და 2028 წლამდე ამ ვალდებულების 90% იქნება შესრულებული, ეს რო თქვა ხელისუფალმა პრემიერ-მინისტრმა, ამაზე არავინ არ ამახვილებს ყურადღებას, ვითომ ეს არ თქმულა და ეს ითქვა. ანუ 2028 წელს მაპატიეთ და იმიდან, რა ქვია, 0-0-დან კი არ ვერთვებით. ვერთვებით 90% შესრულებული ვალდებულებების და ბოლო დარჩენილ 2 წელიწადში ეს 100% შესრულდეს და ამაშია საქმე და ამას ხალხი რო უყურებს, ხო? ამ შემთხვევაში ხელისუფლებას უჭერს მხარს რა, როდესაც ის ამბობს, რომ ეს ადამიანები არასწორად გვექცევიან. როგორ არის იცით? რასაც მომცხებ ხელზეო, იმას მოგცხებ წვერზეო. ესეა ნათქვამი და აი ამას ცხებენ, ესე ჩვენ ხელზე და ჩვენ რა ვქნათ ახლა მე წვერზე უნდა მოვიწყოთ ეს ხო? ბატონი გიორგი თავის შემდეგ შემაგებებელ კითხვებს დაგისვამთ. ბატონო და თქვენ როგორც დაიწყეთ ხო თქვენი ეს სიტყვა რომ სახალხო პარტია, მისი შვილობილი პარტია აქ ნაციონალური მოძრაობა და ასე შვილობილი მისი განაყოფი უბრალოდ აი შემოწმეთ აზრი მეკარგება. აი წარმოიდგინეთ თქვენ ადამიანები, რომლებმაც სააკაშვილის პარტია დაამარცხეთ, როდესაც იყავით მასთან ოპოზიციაში 2012 წელს, შემდეგ მოიპოვეთ ხალხის ნდობა და უკვე 14 წელია მართავთ ქვეყანას სრული ძალაუფლებით, ფაქტიურად 100%-იანი ძალაუფლებით. ეხლა ამბობთ, რომ თურმე ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტი რესურსი აღმოაჩნდა, რომ თქვენს წინააღმდეგ აემხედრებინა ევროკავშირი და თქვენ არ გეყოთ რესურსი, რომ ადამიანები მოცემულობა, გიორგი, სახალხო პარტია არის. ხო და უმრავლესობაში. როგორ დავიჯერო ამის, რომ აი ესეთი დაშლილი, დანაკუწებული ლიდერიც ევროპარლამენტში უმრავლესობასულებიან, მე ხო არ გაწყვეტილი ბატონო დავით. მოდი აზრი ვაცადოთ, ასე ჩამოყალიბდეთ. გაიგონო, ეს თქვა მინდა, კარგით. აი წარმოიდგინეთ დაშლილი დანაკუწებული პარტია, რომლის ლიდერიც ციხეში ის დანარჩენი ლიდერები ერთმანეთს ჭამენ, ვერ მოლაპარაკებულან ვერაფერში. მეგობრებმა საკაშვილი გაძარცვეს 15 პარტიად გადაიქცა მაგათი პარტია. დაიშალნენ, დანაკუწდნენ. მეორე მხარეს არის ქართული ოცნება, რომელმაც ეს პარტია დაამარცხა მაშინ, როდესაც თავის პიკში იყო, ძალაუფლების პიკში იყო. ამის შემდეგ 14 წელი საგარეო საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყანა თქვენ ხელში. ყოველ ჯერზე ვამარცხეთ, ხაჯე დავამარცხეთ. მეტი რა ვქნათ ამ პარტიამ თქვენ დაგამარცხათ ევროპაში, ნუ როგორ შეიძლება ეს მე დავიჯერო? და თუ ეს ასეა, ეს დიდი პრობლემაა ძალიან. არა. ნუ ეთყობა ვერ გაიგე კარგად. ძალიან კარგად გავიგეთ, შეხედეთ. რა ქვია, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა ქართული ოცნება, თავისი დედა პარტიის საშუალებით და ჩვენ დაგვამარცხა. ეხლა ქართული ოცნება ღმერთმა დაგიფოროს, თუ აიხირებს რაღაცას, ხო? ნებისმიერ საკითხს გაიტანს. თუ ვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა რო დაჭირდეს, შეიძლება მოახერხოს. არა აქვს ხო, მაგრამ ნუ პირობითად ლაპარაკობ, უმრავლესობა როცა გაქვს და პირობითად ლაპარაკობ, მაგრამ შეხედეთ, ანალოგიური მდგომარეობა არის, ასე ვთქვათ, იმ ევროპარლამენტში. სახალხო პარტიას აქვს აბსოლუტური უმრავლესობა, რასაც მოინდომებენ იმ საკითხს გაიტანებენ და გააქვთ კიდევაც და ეხლა დაგვამარცხათ, მე არ მithქვია, დამარცხება უნდათ, მაგრამ ვერ გვამარცხებენ და მაგაშია საქმე და მაგათი სტრატეგია შეიცვალა, გაიყვნენ
ჩემი ტერმინია ეს ექსკლუზიური უფლებაა გაუყოფლები არიან მაგენი და ვის ატყვილებენ ახლა მაგენი რომ გვარამია ცალკია ეს უშუალოდ რაღაცა ის სხვა პარტიები წარმონაქმნები ჯაფარიძე და სხვები ამას არა აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა არა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ესენი ისევ ერთნი არიან და როგორც კი დაჭირდება ევროპაში სათანადოდ ვერ იმუშავეთო ბატონმა გიორგიმ თქვა ანუ როგორ შეიძლებოდა მთავრობას ვისაც სრული ხელს ძალაუფლება აქვს ყველა ბერკეტები აქვს ბიუჯეტიდან დაწყებული და დიპლომატებით დამთავრებული მეგობრებით კავშირებით საერთაშორისო კავშირებით და შეიძლება შეიძლება რომ ამ მთავრობამ ვერ თავისი სიმართლე ვერ მიიტანოს კოლეგებამდე უკეთესად ვიდრე დაშლილმა დანაკვთებებამდე ჩვენ არავის არ საიდან არ გაურიცხივართ არავის არაფერზე ვარი არ უთქვია თავარია რომ აი კაია კალასი ხო არ უნდა ამ ადამიანს რომ აღიაროს საქართველოში არის დემოკრატია ხო? გამიგეთ საქმე მაგ არა ბატონო დავით მეც მაგას ვამბობ არ შეიძლება დავიყვანოთ ჩვენი როგორ ინსტიტუციონალურად არის პირველი პირი ისეთ რა შეიძლება არა იქ ვერაფერს ერთი პირი ვერ წყვიტავს აი ეს არის მთელი ამბავი რომ ევროპარლამენტში ევროკავშირში ვერც ორი პირი ვერც ორი განცხადება მადლობა ვერ წყვიტავს თორე მაშინ იმდენი ისეთი რეზოლუციები მიიღეს ჩვენ ახლა გარეთ არ ვიქნებოდ ციხეში ვიქნებოდ რომ ვერ წყვიტავენ მაგრამ პოლიტიკურ განცხადებების გაკეთებას ხო ვერავინ ვერ უშლის აკეთებენ ამ განცხადებას რა ის არ შეიძლება ჩვენი აცთენა ევროპასთან და ევროპელობასთან არ შეიძლება ბაწყვეტინებთ ყოველ სიტყვაში როგორ შეიძლება ისი მაგრამ მოცემულობა ასეთი მეთქი ამას ვამბობ რა ახლა მოდი მე დავასრულებ ჩემს კარგით არ არის დებატებში აპრიორი ბატონო გიორგი ნუწყის ახლა არა მე არ ვწყისკაც რა უნდა მეცხრე მე ჩამერი არავითარი პრობლემა არ არის ბატონ გიორგი მე მაქვს კითხვა რომ ძალიან ბევრი მაყურებელი გვისმენს და მინდა რომ არ დავტოვოთ უბრალოდ ეს ევროპული ვექტორი აპრიორი გადაუდებელი აუცილებლობა საქართველოსთვის თქვენი აზრით არ აქვს საქართველოს სხვა მიმართულებებით პოზიციონირების უფლება თქვენ რას გულისხმობთ ვექტორში ზუსტად არ ვიცი მაგრამ ჩემთვის დასავლური ვექტორი ნიშნავს არ ჭირდებაო ამბობთ ევროპა დასავლური ვექტორი ნიშნავს დასავლური ცივილიზაციისკენ სწრაფვა ჩვენ ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ ეს არჩევანი ჩვენ დასავლეთი ვიყოთ თუ აღმოსავლეთი არ ჩვენი გაკეთებულია არც ჩემი მშობლების და არც ბატონი დავითის ეს ჩვენმა წინაპრებმა განსაზღვრა როდესაც ქრისტიანობა ავირჩიეთ მაშინ ავირჩიეთ დასავლური ვექტორი ჩვენ ყოველთვის ეგეთ ვიყავით მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში აი ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ეს დასავლეთი ჩვენ გვეხმარებოდა შიმშილიდან გვიხსნა ერთი პერიოდი ხო ამას რან ვერ უარყოფს შემდეგ გვეხმარებოდნენ ჩვენი დანგრეული ინფრასტრუქტურის აშენებაში ძალიან ბევრი სიკეთეა გაკეთებული და ამ ყველაფერს მე ვერ დავიტან მაშინ ხო არ ვერწოდით ერთი წამით ამ ყველაფერს მე ვერ დავიტან ამ ყველაფერს მე ვერ დავიტან კაია კალასის განცხადებებამდე გესმით არ შეიძლება რომ ევროპელობა და დასავლეთურობა დავიყვანოთ ვიღაც ბიუროკრატების განცხადებებამდე იმიტომ რომ გაცილებით დიდი რამ არის ეს ყველაფერი ეს არის ქრისტიანულ მორალზე აშენებული ცივილიზაცია და მე სხვა ცივილიზაცია არ ვიცი და არ მინდა ხო მაგრამ ახლა მათი პრიორიტეტები ცივილიზაციები და ამიტომ იმის მაგათო წინავიფაროთ ამათი განცხადებები ვიღაც კაია კალასი იქნება თუ ვინც იქნება ჩვენ მოდი LGBT თემის მიმართ ტოლერანტები უნდა იყოთ იყოთ კი ბატონო მაგრამ ჩვენ არ გვინდა რომ ამის აგიტაციას ეწევოდეთ ეს არ გვინდა და ამაში ვერ თავსდებით ერთმანეთს ჩვენ მოდი მივხედოთ იმას რაც ქვეყანაში გასაკეთებელი გვაქვს გესმით დავასრულოთ ერთმართველობა უბრალოდ დავასრულოთ ერთმართველობა გადავიდეთ რესპუბლიკურ მმართველობაზე მრავალპარტიულ მმართველობაზე გადავიდეთ მოდი წესერთის სასამართლო გავაკეთოთ 2028 წელს მოემზადეთ არჩევნებში და გვაჯობეთ თქვენ იცით რომ სასამართლო არა გვაქვს ქვეყანაში შეიძლება სისხლის სამართლის მოსამართლეები კიდე კარგად რაღაცნაირად მუშაობდნენ, მაგრამ რაც შეეხება სამოქალაქო სამართლს, მე ჩემ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად ნებისმიერი ბიზნეს დავა ორ კომერციულ სუბიექტ შორის მინიმუმ 6 წელი გრძელდება, 3 წელი პირველი ინსტანცია გრძელდება, 3 წელი მეორე ინსტანცია. მე ჩემ თავზე ვიცი, რომ 9 თვე არ ჩაინიშნა ფინანსურ დავაზე პირველადი, ესე იგი, მოსამზადებელი სხდომა, გესმით და 9 თვის შემდეგ და 3 წლის შემდეგ არ ყველანაირი ფინანსური დავა აზრს კარგავს უბრალოდ. ხო და წეგან დასაწყისში ვლაპარაკობდით იმაზე, ეკონომიკურ ზრდაზეო, ხო, ეგ ეკონომიკური ზრდა განა არ არის ეკონომიკური ზრდა ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ ხო კარგად ვიცით, რომ ეს არ არის გამოწვეული მთავრობის საქციელით. მაგალითად
მე ვერავინ ვერ მეტყვის რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის რომ კონდეს ეკონომიკური გზა მაგალითად გადასახადები დავწიეთ აქციზები დავწიეთ რეგულაციები შევამცირეთ ამ 14 წლის განმავლობაში რაც კახა ბენდუქიძემ ცხონებულმა გააკეთა იმ ინერციით მოვდივართ დღესაც და ამის შემდეგ არანაირი რეფორმა არ გავიკეთებია რომ დაგვესტიმულირებინა არის იმას დამოკიდებული რომ ომია რუსეთსა და უკრაინას შორის და ჩვენ უცაბედად გაგვეზარდა ექსპორტი მანქანა დანადგარების ავტომობილების და სხვა პროდუქციების ყაზახეთში, ყირგიზეთში და სინამდვილეში რუსეთში. გასაგები მე ბატონ გიორგი, ესეც კვიანური პოლიტიკის შედეგი არ არის. წინააღმდეგი არანაირი ვაჭრობის სწორად გამიგეთ, უბრალოდ ყველაფერს თავის სახელით გაერქვას. ის რო ერთვები და მე ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს, არ არის გამოწვეული მთავრობის სწორი საქციელის. კი ბატონო, მადლობა. სწორედაც ეკონომისტია და ბატონ დათოს შეუძლია, ხო, არის თუ არა ეს კეთილგონიერი პოლიტიკის შედეგი, ბატონ დათო? რა თქმა უნდა, სხვაგვარად ვერ იქნება. ეხლა ამას ვინ დაიჯერებს რომ რუსეთ-უკრაინას შორის ომი რო დაიწყო 3 წლის წინ თუ 4 წლის წინ 2022 თებერვალში დაიწყო ეს ომი ხო ამის გამო საქართველოში ასე თქვათ შემოსავლები გაეზარდა ქვეყანას რა თქმა უნდა ამას არავინ არ დაიჯერებს იმიტომ რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეხლა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის რა ფორმა იქნება ჩვენთან ეს რა თქმა უნდა არ მოქმედებს. პირიქით ესე იგი უარყოფითი გაგვიზარდა ყირგიზეთთან და ყაზახეთთან ვაჭრობის. გეტყვით ახლა ჩვენ პირიქით ხარჯები გაგვეზარდა წარმოუდგენლად, როდესაც ჩვენ უკრაინის მოქალაქეებს და კარგად მოვიქეცით, რომ შეწეობები დაუნიშნეთ, სკოლები გაუხსენით, ასე ვთქვათ, რა ვიცი, სასტუმროებშია თუ რაღაცაში შეღავათები გაუკეთეთ ძალიან სერიოზული და ეს ყველაფერი ხარჯია და ასე ვთქვათ, ჩვენი მოსახლეობას მოაკლდა ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ამას არ გვიფასებენ, მაგრამ არაუშავს უფალი მაღალია რა. ეხლა რაც შეეხება შემოსავლების საიდან გაიზარდა. აი შეხედეთ ჩვენ გვინდა რომ მარტო ევროპისკენ ვიხედებოდეთ, ხო? ზუსტად გონივრული პოლიტიკა იმაშია რომ ჩვენ აზიისგანაც მოვიხედეთ და საქართველოში მოსახლეობის რაღაც ნაწილს არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ გონიათ რომ წარმოუდგინიათ რომ ეს აზიის ხალხი ხეებზე დახტის რა. ჩვეულებრივი სახელმწიფო მე რამდენიმე წლის წინ სამსახურებრივად როცა ეროვნული ზარაფხანის დირექტორი ვიყავი, ჩამომიწია ჩასვლა უზბეკეთში და დავრჩი გავოგნებული რა. ყველაფერი წინავს, ყველაფერი მუშაობს, ეკონომიკაც კარგად არის, მე იქიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მომიწია თურქმენეთში ჩასვლა, როდესაც თურქმენბაში იყო და ინდონეზია იყო იქ, რა ქვია, დემოკრატია ბჭყალებში, რომ კვირის დღეებს ქვიოდა მისი მშობლების და ბებიის და ბაბუის სახელები. წარმოგიდგენიათ, ასეთ დღეში იყო ქვეყანა, მაგრამ ეკონომიკა მუშაობდა, ჰქონდათ და საქართველოს ჰქონდა 300 მილიონი იმის დავალიანება თურქმენეთის რესპუბლიკის. ეს ქვეყნები, გინდა ტაჯიკეთი იყოს, გინდა ყირგიზეთი იყოს, ნორმალური სახელმწიფოები არიან თავისი ეს თქო პრეტენზიები აქვთ აზიის მოცემულობაში და იგივე თუნდაც არა პირველ რიგში ჩინეთი ხო 2 წლის წინ როდესაც პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინეთთან ატყდა ერთი ამბავი რომ აუ როგორ შეიძლება რაღაცა ეხლა გაფორმდა ხელშეკრულება პარტნიორული ურთიერთობის შესახებ და რა მოიტანა ეს რა მოიტანა ამან და ბოდიში ევროპის ლიდერებმაც სწრაფად დაიწყეს მერციდან დაწყებული ყველა ცდილობს რომ რაღაცნაირად ჩინური ინვესტიცია მოიზიდოს. რა მოიტანა ამან ის მოიტანა რომ გაიზარდა საქონელბუნვა ჩინეთსა და საქართველოს შორის და ბოლო წლების განმავლობაში ბოლო 3 წელია 20% იზრდება ასე ვთქვათ ტვირთბრუნვა ხო სავაჭრო ბრუნვა ჩინეთსა და საქართველოს შორის. ახლა ბატონი გიორგი რასაც ამბობს რომ გადასახადების დაწევა ხელშესახები საგადასახადო პოლიტიკა არ უწარმოებია ბიზნესის წახალისებისთვის და შესაბამისად მისი ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი და ძალიან დიდი ასე ვთქვათ სოციალური ვალდებულებები ხო ჩვენ თუ გადასახადებს დავწევთ არაგონივრულად და ეს დაუშვათ რაღაცა ფენისთვის იქნება მისაღები, მაგრამ ამ დროს მეორე უფრო მეტად მოწყვლადი ფენა დარჩება დაზარალებული ამით, იმიტომ რომ მაშინ ვერ დაფინანსდება ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურული პროექტები, ხო, თუნდაც ჯანდაცვა, რომელშიც
დღეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 8 მილიარდი ლარი იხარჯება და აქედან დაახლოებით 2 მილიარდ ნახევარი უშუალოდ ჯანდაცვის პროგრამებზე იხარჯება და ეს ყველაფერი ადამიანების საკეთილდღეოდ არის და ბოლო წლების განმავლობაში 13 მილიონის შემთხვევა დააფინანსა ჯანდაცვამ. გამიგეთ და საერთოდ თანხამ შეადგინა 13 მილიარდზე მეტი. ხო, ამიტომ ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება მაშინ და ანუ ერთი ხელის აქნევით ხო რომი არაშენებულა ხო ამიტომ მე ვფიქრობ რომ სახელმწიფო პოლიტიკა ამ შემთხვევაში ამოდის იმ მოცემულობიდან და იმ რეალობიდან რომლის საშუალებასაც ჩვენ გვაძლევს ჩვენი ასე ვთქვათ გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ჩვენ თუ ჩვენ მეზობლებს არ გაუწევთ ასე ვთქვათ ანგარის აზიაში იქნება თუ ევროპაში იქნება ეს არ იქნება კარგი რა ძალიან სწორი მიგნება გააკეთა პრემიერმა ამასი როდესაც თქვა რომ საქართველო არის შავ ზღვაზე დამაკავშირებელი ქვეყანა რომელიც 7 ქვეყანას რომელსაც არ აქვს ზღვასთან კავშირი აკავშირებს ევროპასთან გამიგეთ 7 ქვეყანა უნდა საქართველოს გავლით უნდა და ამის გათვალისწინებაც არავის არ უნდა და უნდათ რომ მარტო რაღაცა დირექტივებით გველაპარაკონ იმიდან რა ქვია ამ დროს თვითონ იყენებენ თავს ეს ევროპელი ბიუროკრატები უხერხულობაში იმიტომ რომ ის 7 ქვეყანა რომელიც მათთან უნდა რომ ქვეყანას ვისთან რომელსაც მათთან უნდა ურთიერთობა შენ აგერ თავარი გამტარი რომელიც არის საქართველო ხო იმას ერჩი და აკნინებ რა თქმა უნდა არ გამოვა ეგ ამბავი მასე და არც გამოდის დღემდე და ანუ განცხადებების დონეზე დავიდნენ უკვე და ნუ რა ვიცი ხა არ უშლის ილაპარაკონ კაცო ჩვენი გზა გვქონდა მადლობა ბატონ დათო გიორგის აქვს შემხედე თუ შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილი პირადად თქვენ ბატონ გიორგი აი როდესაც ევროპაზე საუბრობსო კი ბატონო ჩვენც გვინდა ევროპა მაგრამ სადღა ევროპა და ქრისტიანული ცივილიზაცია თქვენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ბრძანდებით ალბათ თქო და ნახავთ ევროპაში რომ მიბრძანდებით საერთოდ აცდენილია ქრისტიანულ ღირებულებებსო ნუ აღარ წავიკითხავ დეტალურად და მეორე გადასახადების თემა ევროპაში იქაც არანაკლებია შესაბამისად სახელმწიფომ როგორ უნდა იფუნქციონიროს, როგორ წარმოუდგენია ბატონ გიორგის. და დანარჩენი უკვე თქვენ რაც. ერთი მე არ მithქვამს რომ ევროპაში გადასახადები კარგია და მე მომწონს ხო? არა, ეს კითხვა არის საზოგადოების, არა. საზოგადოებას პასუხობ ხო? მე ეს არ მithქვამს იქ რომ გადასახადები კარგია და ის რომ სხვაგან უფრო ცუდია ვიდრე ჩვენთან ეს ანიშნავს რომ ჩვენთან არის კარგი ხო? ეს ელემენტარული რამ არის. რაც შეეხება ევროპაში სადნახეთო ქრისტიანული მორალიო და ასე შემდეგო, რავი, ჩემი შვილები იქ სწავლობენ დღესაც და ბევრი კავშირი ბიზნესის მაქვს იქ ნაკეთები და ყველაფერი და ვერ დაუწუნებ ევროპულ მორალს, ვერც კი შევადარებ მორალს, რომელიც არის რუსეთში და ჩინეთში და ასე შემდეგ, ამის ლაპარაკიც კი ზედმეტია და მე არ მესმის იმ ადამიანებს, ვინც ამ კითხვებს ვამენ და თან ან მთავრობის წევრებს, ვინც აკრიტიკებენ ევროპას ჩინთან შემიმართებით და მე ხედავ ევროპას კი არ ხედავ რომ ევროპული ბიუროკრატიას ერთხელ ადამიანს ძალიან თქო მოდი ევროპული ბიუროკრატიის ადამიანები მაგადასკვნას მადლობა შემდეგ უპასუხეთ ბატონო რუსულ ბიუროკრატიას არ გამიგია თქვენი საუბარი არასდროს და სად ვიყავი ხო ხო ღირებულებები დასასვენებლად ევროპაში დადიან შვილები ევროპაში სწავლობენ ევროპულ იცვავენ ევროპულ მანქანებით დადიან და ასე შემდეგ ხო და ამიტომ ეს ძალიან ესეთი უსაფუძვლო ნათქვამია რომ სადღაც არ არის მორალი ხო ევროპაში მე არ მინახავს ქუჩაში მათხოვარი ბავშვები გესმით მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში მასიურად უპატრონო ბავშვთა სახლები არ არსებობს გაუშვილებელი ბავშვები არ არიან ამ ასე ვთქვათ მორალისგან დაცლილ საზოგადოებაში გესმით რასაც ვერ ვიტყვი რუსეთზე რასაც ვერ ვიტყვი ჩინეთზე რასაც ვერ ვიტყვი რა ვიცი არაბულ ქვეყნებზე ხო და ამიტომ სანამ ესეთ მოუზომლად გავლანძღავთ ევროპელებს და ვიტყვით რომ დაცლილი არიან ქრისტიანული მორალისგან მოდი ჩვენ ცოტა ჩვენ თავში ჩავიხედოთ ჩვენ მეზობლებს შევხედოთ ხო და რაღაცნაირად ჩემ მეგობარს უყარს ხოლმე თქვა ყველამ თავის მამიდას მიხედოს ხომ რო ვითხოვ. ეხლა დაუბრუნდები ბატონო და თქვენ რომ თქვით მეზობლებზე. უმცირესობებზეა და LGBT თემებზე საუბარი, რომ ამას სასახად ითხოვს ევროპული ბიუროკრატია, ხო, ამ ტიპის კანონმდებლობის მიღებას და შესაბამისად, ხო. ევროპული ბიუროკრატია შეიძლება ბევრი სულ რაღაცები მოითხოვოს, გესმით, მაგრამ მაგაზე ვერ დავხვდებით ზუსტად. ხო და მოდი ჩვენ რასაც ქართველი ადამიანები ითხოვენ, მოდი ამას მივხედოთ, გესმით, სასამართლოს მივხედოთ, ისე ვიმეორებ ერთ
იგივეს პარლამენტს მივხედოთ, ჩვენ ქვეყანას მივხედოთ, ინფრასტრუქტურას მივხედოთ, 350 კილომეტრი გზა 20 წელი ვერ აგვიშენებია ბათუმამდე, მოვდი მაგას მივხედოთ, გესმით? ხო და დაუბრუნდები ისევ თქვენს ნათქვამს მეზობლებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს და არანაირად დაკნინებით მე არ საუბრობ ასე. გუშინაც ახალი გზა გაიხსნა 6 კილომეტრი. 6 კილომეტრი 7 წლის განმავლობაში. მანამდე გაიხსნა 400 კილომეტრი გზაა გახსნილი უკვე. იტალიაში 760 კილომეტრი ავტობანი ჩვენზე უფრო რთულ რელიეფზე აშენდა 7-10 წლის განმავლობაში. პოლონეთში თუ გაინტერესებთ 2000 კილომეტრი ავტობანები ააშენეს 2010 წლიდან 2020 წლამდე და ჩვენ 350 კილომეტრს ვაჩვენებთ 26 წელიწადი. მოდი ნუ წამიყვანთ მაგ თემაზეც ვისაუბროთ უგნებოდ, მაგრამ მინდა კაზახეთზე გიპასუხოთ, გესმით? მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ჩვენ მეზობლებთან, არანაირ დაკნინებით მათზე არ ვლაპარაკობ, ეკონომიკაც ვითარდება, ყველას ისეთი პოლიტიკური წყობა აქვს მოწყობილი, როგორც მოახერხეს, ეგ არ არის ჩემი საქმე აბსოლუტურად. იქაური ხალხის საქმე. უბრალოდ მე მინდა გითხრათ, რომ აი დღეს მანქანის გასაფორმებლად ვიყავი რუსეთში, რა ქვია, დღეს რა გუშინ წინ იმ კვირაში, წინა კვირაში რუსთავში და 60% არის მანქანები, რომლებიც კაზახეთში მიდის, ყირგიზეთში მიდის და ეს ყველაფერი 10 ჯერ და 20 ჯერ გაიზარდა ერთ დღეში, ესე ვთქვათ, ერთ თვეში 2022 წლის თებერვლის შემდეგ როგორც კი ომი დაიწყო და მე ამაზე მაქვს საუბარი რომ ეს სინამდვილეში რა თქმა უნდა შედის მაგაზე არ გეკამათებით ვიზახი რომ ეკონომიკური ზრდა მაგით არის გამოწვეული მეთქი მე რო ვიზახი ომის გამოატყო მაგით არის გამოწვეული და არა იმით რომ რეგულაციები შეამცირა მთავრობამ აქციზები შეამცირა გადასახადები შეამცირა ან რაღაც დიდი ინვესტორები ჩამოვიდნენ ჩვენთან უცხოურები და ქარხნები ააშენეს და წარმოებები გახსნეს და ეს იმიტომ არ ხდება ბატონო დავით მათ შორის რომ როცა მე საქართველოს მოქალაქეს ანკ დაბადებულს გაზრდილს ხავს რომ ვიცნობ და ყველაფერი რომ ვიცი 9 თვის განმავლობაში მოსამართლემ არ ჩამინიშნა ფინანსური დავის ისა რა ქვია პირველი სხდომა მე ხო წარმოგიდგენიათ როგორი განწყობა ექნება უცხოურ კომპანიებს რომლებმაც შეიძლება დააპირონ ბიზნესის აკეთება საქართველოში და იციან რომ 3 წელი ისინი მომდებიან უბრალოდ პირველი ინსტანციის გავლას. აი ეს არის თავარი პრობლემა. მე ვფიქრობ რომ ესენი გვაქვს ჩვენ მოსაგვარებელი. მოდი ჩვენ თვითონ ვიქცეთ იმ ევროპას როგორ ჩვენ ხო გვინდა სწორი ევროპა სადაც არა როგორც თქვენ ამბობთ LGBT-ზეა საუბარი, არამედ სწორ ეკონომიკაზე ალაპარაკი, სწორგვარ ვითარებაზე ალაპარაკი, სუვერენიტეტზე არის ლაპარაკი, თავდასხმაზე არის ლაპარაკი. მოდი ჩვენ არავინ არ გვიშლის, ჩვენ არავინ არ გვიშლის, ხასო, ჩვენ ქვეყანაში, მოდი ჩვენ გავაკეთოთ ნორმალური პირობები შევქმნათ ბიზნესს, ნორმალური სასამართლო გავაკეთოთ. ნორმალური თვითმმართველობა მოვაწყოთ, ნორმალური პარლამენტი მოვაწყოთ, რომ მართლა ამ ევროპელმა ხალხმა რომ დაინახოს და თქვას რომ შეხედეთ თუ აი კარგი ხალხია. კი ბატონო, მადლობა, მაგრამ შეხვედრი კითხვა ბატონ გიორგი და ბატონ დავითაც. ნუ უკრაინაზე ჩვენ არც ვისაუბრებთ, იმიტომ რომ უკრაინა ომის მდგომარეობაში და ამ დროს როგორც იტყვიან, საერთოდ ნებისმიერ მოთხოვნაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ მოლდოვის შემთხვევაში ბატონ გიორგი, როდესაც იმავე ევროპული სტრუქტურების მხრიდან გაცილებით უფრო რთულ სიტუაციაში სიტყვის თავისუფლების ბიზნესზე წნეხის, აგერ 4 ტელევიზია დაიხურა, ხო? თუ 5 ტელევიზია ბოლო წლების განმავლობაში ასევე რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით ახლახანს დატოვა ერთი თვეა დსთ-ის ოფიციალური წევრი იყო და ენერგეტიკის მინისტრი და სხვა მინისტრები, როცა მათ ქვეყანას ჭირდება მოსკოვში სხედან 24 საათი. ამ შემთხვევაში არ გიჩნდებათ როგორც ოპოზიციონერს კითხვა რომ რამდენად ობიექტურია ის რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარც თუ რასთან საქმე არა ესეთი შეიძლება არ იყოს ობიექტური და მე არ მინდა შევედარო მოლდავას არ მინდა შევედარო უკრაინას გესმით უყურეთ ის ჩვენი მასწავლებელია ჩვენ ერთ კლასში ვართ და მე კარგად ვსწავლობ შედარებით თქვენთან შეიძლება უნივერსალურად არ ვსწავლობ მაგრამ მასწავლებელი თქვენ უფრო თავზე ხელს გისვავთ და მე ჩაგრავს არა ნახეთ მე დასწავლებით მე მასწავლებლად არ მიმაჩნია ევროპა, იმიტომ რომ ჩვენ თუ მოვიდომებთ იქეთ შევდით. არა, რაღაც კლასში ხო ვართ, რომ უნდა გადავიდეთ შემდეგ, არა? ნუ პირობით შედარება. არა, ჩვენ ვართ ქვეყანა, ვისაც გვაქვს პრეტენზია უკვე 30 წელია, რომ გვინდა გავხდეთ რაღაც ქვეყნების ერთობლიობის ეკონომიკური იქნება თუ ეს პოლიტიკური ერთობლიობის წევრი. და ჩვენთან ერთად არიან ეს წევრები, კანდიდატი წევრები. კი ბატონო. და გიყენებენ პირობებს, თუ გინდა ჩვენთან შემოხვიდეთ დაემორჩილეთ ამ პირობებს. ეს პირობები რიგ შემთხვევაში არის ჩვენი ეროვნული ინტერესები საწინააღმდეგოდ. არ გამოვა ეგრე რა. კი ბატონო, მაგრამ მეც მანდა ვარ, რომ რა ჩვენი ეროვნული ინტერესების თუ ჩვენი ადამიანების ეროვნული ინტერესების ეს ტერმინი ამი არ მიყვარს.
ჩვენი ადამიანების ქართველები არა, ცოტა ძალიან გაუგებარი ტერმინია. პირიქით, კარგად გასაგებია ეს. ესე იგი, ჩვენი ხალხის ინტერესი ჩემთვის მაგის გაჟღერება დაგაზარალებთ. არა, მომისმინეთ ჩემთვის ეროვნული ინტერესი. შეიძლება თქვენთვის არ ვიცი რა არის ეროვნული ინტერესები. თქვენს ეროვნული ინტერესები არის შეიძლება ბევრი გადასახადები, გაზრდილი ბიუჯეტი, სოციალური პროგრამები, როგორც წეგან თქვით, მაგრამ ჩემთვის ეროვნული ინტერესი არის ქართველი ერთი ადამიანის კეთილდღეობა, ბედნიერება და სიმდიდრე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია. ამაზე რა ამას გულისხმობთ ეროვნულ ინტერესებში. კი ბატონო, გეთანხმებით. აი ეს არის ჩემი მთავარი ეროვნული ინტერესი. მადლობა. აი ბატონ დავით, ეს ლოგიკური კითხვაა. კი ბატონო, რომ მესმის, რომ მე საერთოდ ვცდილობ როგორც ჟურნალისტი ობიექტური ვიყო, ამიტომ გარდა ყველაფრის გარდა პროფესიული ჩემი ვალდებულებისა, მე საქართველოს მოქალაქეც ვარ და როდესაც ევროკავშირი სტრუქტურების ნაწილი აღნიშნულ შემთხვევებზე თვალს უხუჭავს სხვა ქვეყანას, იმიტომ რომ თქვათ მისთვის რაღაც ნორმატიული აქტების მიღება პრობლემა არ არის, რაც ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენ შემთხვევაში ეს ბარიერი ხდება, მე მხარე კი არა ვარ როგორც ჟურნალისტი, არამედ ლოგიკურია ეს კითხვა ჩემი მხრიდან. ასე რომ პირიქით, სწორედაც რომ მხარე არ ვარ, როცა აღნიშნულ კითხვას ვსვამ. და ბატონ დავით, თქვენი მისამართით მინდა ეს თქვა, რომ ლოგიკური ამბობს, რომ ნებისმიერი მთავრობა და პოლიტიკოსი დაქირავებულია იმისთვის, რომ კეთილდღეობაზე დაფუძნდეს. ანუ დელეგირებას თქვენ იმიტომ გაძლევთ ამ მომრჩეველი, რომ ეს იქნება ევროპის გზით, ჩინეთის გზით, ასე შემდეგ და თუ საზოგადოების არჩევანია ევროპაო, ბატონ გიორგი, მაშინ მის კეთილდღეობისთვის რატომ არ არის ეს მნიშვნელოვანი თქვენი მხრიდან, რომ გადაიდგას უფრო მეტი ნაბიჯი? წინააღმდეგობრივი, ასე ვთქვათ, მოცემულობა არის ამ შემთხვევაში, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა რომ ასე ვთქვათ, ვიცხოვროთ კეთილდღეობაში და ამავე დროს უნდა შევამციროთ გადასახადები, რაც პირდაპირ მნიშვნელობით დაარტყამს, ასე ვთქვათ, ქვეყნის იმ სოციალურ პროექტებს, პროგრამებს, რომელთაც ჩვენი მოსახლეობა არის, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი, ასე ვთქვათ, თლად, ასე ვთქვათ, ბოლომდე 100%-იანი დატვირთვით არა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იგულისხმება პენსიები, ხელფასები და ასე შემდეგ. კი ბატონო, აუცილებლად. მე ყველაფერზე გაცემინებთ პასუხებს, ბატონ გიორგი, თუ აკვირდებით. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გადასახადები არ შემცირდაო, შეხედეთ ბოლო მას შემდეგ რაც ჩვენს ხელისუფლებაში ვართ, დაახლოებით 35,000-მა ტოლვილის ოჯახმა მიიღო ბინები და დაკმაყოფილდნენ ბინებით. მაშინ როდესაც ასე ვთქვათ, წლების განმავლობაში მათთვის 1 კვადრატული მეტრი არავის არაფერი არ გაუკეთებიან. 35,000 მოსახლის ბინების შენებლობა პატარა თანხებზე არ გადის. ეხლა 2027 წლამდე უკვე 13,000 დევნილის ოჯახი მიიღებს ასე ვთქვათ, ახალ ბინებს. აქ ქალაქში ხედავთ რა ხდება, ჩანაცვლების პროგრამა არის, ბინებს ასე ვთქვათ, ძველი კოოპერატიული ბინამშენებლობიდან ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ ასე ვთქვათ, წყალი გადაწურული და რათა იმედი არ ჰქონდათ და მაბადი და თაღლითურმა კომპანიებმა ეს ხალხი ქუჩაში დაყარა პირდაპირ მნიშვნელობით, დღეს ქალაქის მერია რომლის ბიუჯეტიც ასე ვთქვათ 3 მილიარდს აჭარბებს უკვე, ასე ვთქვათ, ამ პროექტებით არის დაკავებული და გასაგებია რომ სიტყვაზე, რასაც გიორგი ამბობს, აქციზი უნდა შემცირდეს. ერთადერთი ასე ვთქვათ, რასაც ამბობენ რომ აქციზი უნდა შემცირდეს არის ნავთობპროდუქტები და ნავთობპროდუქტების აქციზის შემცირებით შეიძლება ბენზინის და დიზელის ფასები შემცირდეს ბუნებრივად, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში არაერთი მილიარდით შემცირდება შემოსავლები ბიუჯეტში. ანუ ერთი მიმართულებით ღებულობთ პოზიტივს და მეორე მიმართულებით რეალურად, როდესაც საუბარი არის დაფინანსებასთან, დაფინანსების ასე ვთქვათ, მდგენელი უკვე სერიოზული დარტყმის ქვეშ არის. ამიტომ ასე ცალსახად, ანუ თეორიულად ლაპარაკი და მსჯელობა ასოთ გასაგებია, მაგრამ სახელმწიფო პასუხისმგებლობა როდესაც არსებობს, ამ პასუხისმგებლობის პირობებში სახელმწიფოს სხვა ვალდებულებები აქვს, რომლის გაუთვალისწინებლობა მას არ მისცემს იმის პერსპექტივას, რომ
ხვალდაზე ისევ იყოს მოთხოვნადი პოლიტიკური ძალა, რომ მას მოსახლეობამ დაუჭიროს ხარი და ამ შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი ამბავია, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც არის ხელისუფლებაში, ცდილობს, რომ მოსახლეობას თავი მოაწონოს და დარჩეს ხელისუფლებაში. ჩვეულებრივი ამბავია და თუ გაგეზდება უკმაყოფილება და ადამიანების მეტი ნაწილი ხარდაჭერა ანუ ამით იზომებაო ბატონ გიორგი ადამიანებისა და ამიტომ ის არის ის რაც არის გარდაულად აუცილებელი ხო ის უნდა გაკეთდეს და ну რა ვიცი ხა მადლობა ანუ გიპასუხოთ ძალიან ხო არ შემაწყვეტინოთ აი გადასახადებზე სკოლა გაყიდა ება ნაციონალურ მოძრაობამ და ჩვენ შემთხვევაში დაახლოებით 170 ახალი სკოლა არის აშენებული და რეაბილიტირებული 1000-მდე სკოლა და ну ეხლა ქათამა წყალიდალია და ზევით ღმერთს ახედაო ხო ეგრე ეხლა მე რომ ოპოზიციის მხარეს დამსვა ვაბადი და დავადუღებ ყველაფერს მაგრამ ეგრე არ არის რა ხო ძნელია ადვილია ოპოზიციის პედესტალიდან საუბარი ბატონ გიორგი არავით არის პედესტალი აი ხა ნახეთ ბატონო და დიახ გადასახადებიო, აი ისე ლაპარაკობთ გადასახადებზე საერთოდ ყველა მთავრობა, განამდა ჩვენი ქვეყნის მთავრობა, თელი ესე არის ყველგან მოწყობილი, ისე ლაპარაკობთ გადასახადებზე, თითქოს გადასახადებს იხდის ბიზნესმენები. აი ვიღათ დიდარ ხალხს ეს შთაბეჭდილება რჩებათ, რომ ვიღათ დიდარი ხალხი იხდის გადასახადებს, ბიზნესმენები, მეწარმეები, კერძო საკუთრების მფლობელები და მე ეს ფული ხმარდება ადამიანებს. სინამდვილეში ბიზნესმენი კი არ არის გადასახადის გადამხდელი. ბიზნესმენი არის გადასახადის შემკრები. იმიტომ რომ ნებისმიერი ეს გადასახადები, რომლებიც ბიზნესმენები იხდიან, შემდეგ ისახება ფასებში და ბოლო-ბოლო ამ მომხმარებლისგან ამოიღება. სინამდვილეში ყველა გადასახადი არის ადამიანების დაბეგრვა და იმათი ჯიბიდან უფრო მეტი ფულის ამოღება. და არა ძალიან არა ეს არ მოსულა. ეს მე მინდოდა რომ ბევრი ჩარჭრილით, მაგრამ მოინიშნეთ ბატონ და თუ შემდგომ. ესე იგი გადასახადის გადამხდელები არ არიან ბიზნესმენები. ბიზნესმენები არიან გადასახადის შემგროვებლები ადამიანებისგან. ყველა კაპიკს, ყველა თეთრს, რასაც ბიზნესმენი თუ მეწარმე იხდის გადასახადს, შემდეგ იღებს ადამიანებისგან. ასე რომ ეს ფული ამოდის გადასახადები გროვდება ადამიანებს. ეს 34 მილიარდი გროვდება ადამიანებისგან. და თუ ჩვენ ნაკლებ გადასახადებს ვიღებთ, შესაბამისად ადამიანებს ჯიბეში მეტი ფული რჩებათ და ვერავინმე ვერ დამარწმუნებს, რომ ნებისმიერ ადამიანზე უკეთესად იმის ფულს განკარგავს მთავრობა. იმიტომ რომ ადამიანი თვითონ განკარგავს ყველაზე კარგად თავის ფულს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. თქვენ ახსენეთ ჯანდაცვა და მაგიტომ მოვიყვან მაგ მაგალითს, ხო? არ არის საიდუმლო და ყველა ჩვენ მოქალაქე მისის, თქვენაც არ უნდა მითხრათ აქ, ყველა მისის, რომ დღეს საავადმყოფოები გადაქცეული არის ფულის საკეთებელ, ფულის საპარავს ეხებათ, გესმით? ადამიანს შეიძლება ტყიოდეს ფეხი და მკურნალობდნენ კუჭს. გაყალბებული დიაგნოზები ყველა მოქალაქე მისის, აი ყველას ვისაც კი ქონია შეხება დაფინანსებასთან, ყველა მისის, რომ 80% ექიმებმა ისიციან, საავადმყოფოს მფლობელებმა ისიციან, ჩვენო მოქალაქეებმა ისიციან, რომ 80% გაყალბებული დიაგნოზებით მკურნალობთ, გესმით? ყველას ვაფინანსებთ. არა, მოიცა, რას გულისხმობთ გაყალბებული? არა, იმას გულისხმობთ, იმიტომ რომ ეს ბრალდების შემთხვევაა სერიოზული, ანუ მე შეიძლება კუჭი მტკიოდეს და მკურნალობდნენ. დიაგნოზი სულ სხვა რაღაცა გეწეროს ის რომელიც ფინანსდება. ეს ალბათ ძალიან მცირედი შემთხვევაა, იმიტომ რომ ხა ჩვენ დავდივართ კლინიკაში. როდესაც ამას აკეთებს სადაზღვეო კომპანიები, კერძო სადაზღვეო კომპანია, კერძო კლინიკა და სახელმწიფო არის გვერდზე გაწეული, მაშინ ისე კონტროლდება ყველაფერი, რომ თავის ფულს ადამიანი არ ხარჯავს ესე. ტყუილ უბრალოდ გესმის, ყველაზე ცუდი დახარჯვა ფულის არის, როცა ადამიანი ხარჯავს სხვის ფულს სხვისთვის. გესმის, ყველაზე არაეფექტური ხარჯვაა და როცა მთავრობა ვიღაცისთვის ხარჯავს ფულს, ის ხარჯავს ერთი ადამიანებისთვის წართმეულ ფულს, მეორე ადამიანებისთვის. ეს არის ყველაზე არაეფექტური. რა შეეხება გადასახადებს. ამიტომ გადასახადების დაწევაო დაარტყამსო ადამიანებსო და მათ ცხოვრებას ეს არის აბსურდი. ისევე როგორც სოციალური პროგრამები ადამიანებს უკიდურეს სიღატაკეში ტოვებენ. მე ჩემ მაგალითს მოგიყვანთ. არ წავალ შორს. ამბროლაურის რაიონში სასტუმროს ვაშენებ. და სავსეა სოფელი ღარიბი ადამიანებით, რომლებიც იღებენ, რა ვიცი, 200 ლარს შემწეობას, 50 ლარს შემწეობას, 300 ლარს შემწეობას და ჩემთან სამუშაოდ არ მოდიან, გესმით? 1000 ლარზე არ მოდიან სამუშაოდ, 2000 ლარზე არ მოდიან სამუშაოდ. იმიტომ რომ იციან რომ დღეს ხვალ რომ მე იმას სამუშაო აღარ მივცე, ის დაკარგავს იმ შემწეობას.
ამიტომ ეს არის ბოროტება, ადამიანებს სიღატაკეში ვტოვებთ. ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენი მოქალაქეები მართლა იყო, ეხლა ეგრე არ არის. ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენი მოქალაქეები მართლა გამდიდრდეს, გესმის, მართლა გამდიდრდეს. მაშინ ევროპიდან შემოსავალი თუ გაუჩნდება მინიმუმ 1 წელი არავინ არაფერს არ წააგებს რა. ხო და არ უნდა ხალხს გესმით, არ უნდა. ხო, მაგრამ ამაში ხელისუფლების დანაშაულია შეა. ეს ხელისუფლების დანაშაული ის არის რომ არ არის მათხოვრობა არ უნდა იყოს ახალისებული ქვეყანაში, გესმით? ადამიანებს სტიმული უნდა ქონდეთ რომ იმუშაონ, საქმე აკეთონ და ღირსეულად მოიპოვონ თავიანთი თანხა და არ იყვნენ დამოკიდებული მთავრობაზე, როდის ის რაღაც ორკაპიკს გადაუგდებს. ხო და იგივე პენსიებზე რომ ამბობთ, აი როგორ შეიძლება რასაც ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ, მაგას პენსია დავარქვათ. ხო, ჩემი გაგებით პენსია ის უნდა იყოს ის შემოსავალი, რომელიც ადამიანს უნარჩუნებს თავისი ცხოვრების იმ წესის 70-80%, რომელიც ის მიჩვეული იყო, რაც ის შრომობდა, ხო? დღეს გამოდის და სადმე ესეთი არის? დღეს გამოდის რომ 300 ლარს იღებს 65 წლის რო გახდება ბატონი ბიძინაც. მე არ მჭირდება ეს 300 ლარი სახელმწიფოსგან და გაჭირვებული ბებოთ 300 ლარს იღებს 65 წლის გახდება. ეს ხო არასწორია. ჩვენ ხო სიტყვა 400 იყოს, 500 მაღალმთიანებში 500. რატომ მაგალითად რატომ დედაჩემს რომელსაც დაჭირდება 500 ლარი და ბებოს რომელსაც 500 ლარი და ეს ხო არასწორია, ეს ხო არ არის პენსია. ხო, იმასთან შედარებით ხო ის არის. ეს ხო არ არის პენსია, გესმით? მოდით მართლა დაჭირებულ ხალხს დავეხმაროთ, ვისაც ჭირდება და ყველას უნდა დავეხმაროთ. საქართველოში ალბათ იცით. რა შუაშია? მე ხო სხვა რამეს გეუბნები. 400.000 პენსიონერია და დიდარს და ღარიბს არ შეიძლება ერთნაირად ვაძლევოთ ფული. გესმის? ყველას წავართვათ ღარიბსაც და დიდარსაც და მე დიდარს ვაძლევოთ ეს 500 ლარი. ეს ხო არასწორია. აი თბილისის მაგალითს ადამიანები ხო? თბილისის მაგალითს მოგიყვანთ ბატონო დავით. სერიოზული ტრანსპორტის გარღვევა დაფინანსებაში მომატების კუთხით ბიუჯეტს დაანგრევს რა. მაგას ლაპარაკობ თორე. წინამდე კი არავინ არ არის. არა, სად არის მსჯელობა ამაზე? სად არის ცდელობა ამაზე? სად არის? გესმით? აი ფასების კომისია შევქმნით, ხალხო, ფასებსო, პისტოლეტით დავწევთო, ფასებსო, კაცო, პოლიციითო. იმის მაგივრად რომ მართლა რაღაც გარკვეულ პროდუქტებზე დღგ-ში გაგვეჩერებინა დროებითი არა, ვინ თქვა პისტოლეტით დავწევთ? პისტოლეტი ქვია კაცო, პოლიცია და სუსი ხო არის პისტოლეტიანი კაცი. გასაგებია, მაგრამ პისტოლეტით დაწევა რა არის? ფასების ჩვენ 100 წრეულში ვხედავთ ის და ახლა პატრულ შედარებას აკეთებს. რა თქმა უნდა, პისტოლეტიანი კაცებს დავავალეთ ფასების კონტროლი და რა ვიცი გიჟია კაცო. ხო და იმის მაგივრად რომ რაღაც პროდუქტებზე დღგ დაგვეკლო მაგალითად, რაც როგორც ამერიკელებმა ეს გააკეთეს, როგორც სხვა ქვეყნები ამას აკეთებენ, როგორც რაღაც კრიზისის მდგომარეობა. სულს ანტიკორუფციული სამსახური აქვს და კორუფციული გარიგებები თუ იქნებოდა მაგაზე იყო საუბარი. არ იყო კორუფციულზე გარიგებები. არა, მარჯებს ითვლიდნენ და ვის როგორი ის განათლებული ხალხო ჩვენ ხო ხვდებით რას იყო ნათქვამი, ხო? არა, ხვდებით რაც იყო, გვესმის რაც იყო, გვესმის. არა, მიხვდა რა შუაშია ნათქვამი უნდა იყოს გასაგებად უბრალოდ. ხო, ნუ ეხლა გასაგებად ქმედება არ ყოფილა იმის რომ პისტოლეტით ვინმე მისულიყო და წყალებში რომ ეთქვა რომ რაშკია ფასებს არ წერდა, ეგ არ ყოფილა რა. დიახ, ბატონ დათო, უპასუხეთ თქვენ იმ კონკრეტულ შენიშვნებს, რაც იყო პენსიების და ევროპიდან კიდე რა მინდოდა, იცით, ევროპიდან რო რაღაცები გადმოღება, მოდი კერძო საკუთრება გადმოვიღოთ ევროპიდან. როდესაც ქვეყნის 80% სახელმწიფოს ეკუთვნის და 20% ხალხს და ევროპაში ეს არის პირიქით. მოდი ეს გადმოვატრიალოთ, მოდი პრივატიზაცია ჩავატაროთ, მოდი ხალხს მივცეთ მიწა, წყალი, სკოლა, შენობა, რკინიგზა, მთელი ეს სიმდიდრე, რასაც სახელმწიფო მართავს, ადამიანებს საკუთრებაშია, ბატონო და გიორგი, საქართველოში 20%-იც არ არის კერძო საკუთრებაში, საქართველოს მთელი ქვეყანა. ამაზე პირიქით პოლიტიკოსები ითხოვენ, რკინიგზაც კი მართვაშია და პორტებიც კი და შესაბამისად აქეთ მომისმენია მე რომ პირიქით სახელმწიფო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები სახელმწიფოს ქვეშ უნდა იყოს პოლიტიკოსების ნაწილი. ჩვენი პოლიტიკური ანატომია და ევროპის პოლიტიკური ანატომია აბსოლუტურად განსხვავებული არის ერთმანეთისგან, იმიტომ რომ იქ თავიდანვე იყო ასე ვთქვათ კერძო საკუთრება საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ ანუ საბჭოთა კავშირი 70 თუ 80 წელი თუ რამდენიც იყო ეს წყობა ყველაფერი იყო სახელმწიფოს ხელში. დაუბრუნოთ 100% დაუბრუნოთ ხალხს. ეხლა ხალხს რა თქმა უნდა დაუბრუნდა დაუბრუნოთ დინარეები დაუბრუნოთ მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის ასე ვთქვათ ძალიან საინტერესო მე ხვალ იჭერთ ხალხს კაცო რაზე იჭერენ დაუკანონეთ ხალხს მე იჭერთ ვინც მოვადიერდა იქ რაღაცა მახინაციები ჩაატარა რა თქმა უნდა დაიჭერენ იმ ადამიანებს და მაგ არაფერი გასაკვირი არ არის. ეხლა მე მინდა დაუბრუნდე ასე ვთქვათ იმ თემას რაც გიორგიმ თქვა ჯანდაცვასთან დაკავშირებით. გიორგი
მე არ ვიცი ხა თქვენ როგორი შეხედულება გაქვთ ჯანდაცვის დღევანდელ სისტემასთან, მაგრამ ის კერძო კლინიკები არის თუ რაც არის. ისინი დაფინანსებას ჯიბიდან კი არ იღებენ თავისით. ისინი დაფინანსებას იღებენ შესრულებული სამუშაოების შესაბამისად ცენტრალური ბიუჯეტიდან. ანუ ჯანდაცვის ბიუჯეტიდან იღებენ ისინი თანხებს. და რაც შეეხება იმას რომ ერთი ასე ვთქვათ ანამნეზი აქვს და სხვაზე მკურნალობენ, ხო? ეგ არის წარმოუდგენელი ამბავი ახლა რომ თან 80%-ია თქვენ ბრძანეთ მე სიტყვა გაგექცათ ეთყობაც. არაფერი არ გამხსევია. არა, აბა როგორ შეიძლება ადამიანები არა არის და მაშინ 75 მაინც არის. დაახლოებით ეგ არის და არ შეიძლება. კი, ვიდეო ციფრზე იყო 75. თქვენს გარეშე დეთანხმებით 75. 75 არა. მე გეუბნებით რომ 100% არის გამორიცხული ეგეთი რაღაცა რომ ადამიანებს კონდეს ერთი კურნალობის ერთი დაავადების მიმართულებით კონდეს საჭიროება და მეორე რამზე კურნალობენ იმიტომ რომ ის ფინანსდება. არა. ჯანდაცვის სფეროში რევოლუციური გარდაქმნები მოხდა ჩვენთან, თუნდაც ის რა დღის რომ ონკოლოგიური პაციენტებს საერთოდ მოეხსნათ ლიმიტი კურნალობაზე, მათთვის საჭირო მედიკამენტებზე, ბოლო რამდენიმე წელია ესპანეთის, თურქეთისა და ისრაელის კლინიკები საქართველოსთან მოქალაქეებს კურნალობენ, 100-ზე მეტი ბავშვი, ასე ვთქვათ, თქვენ იცით რომ საქართველოში 1000-ჯერ ნაკლები გამაყუჩებელი ერთ ავადმყოფზე პროცენტულად 1000-ჯერ ნაკლები გამაყუჩებელი მოიხმარება ვიდრე გერმანიაში და თქვენ ფიქრობთ რომ ქართველებს ნაკლებად კივად მაგხავს საერთოდ ვაწოლით და ტანჯავთ ჩვენი კანონების გამო კივილით ტანჯავთ გესმით ექიმა რო ნარკოტიკი ნარკოტიკული კი გამოუწეროს ადამიანს და ის ორ თვეში თუ არ გარდაიცვალა ექიმს იჭერენ გესმით ესე იგი არ ჭირდებოდაო ხო და ისეთ საშინელება მაგ ჯობია მაგეთ არ შევიდეთ საუბარში გესმით საშინელებს ვაკეთებთ მაგ კანონმდებლობაში ეგეთ რამ არ არსებობს თუ ადამიანი ასე ვთქვათ არ გარდაიცვალა იმის გამო მე არა ორ თვეზე მეტი არ შეიძლება რომ გამოუწეროს ორი თვე არის შეზღუდული არის ვადა ორი თვე შეიძლება მარტო კონდეს არა ეს ფსიქოტროპულზე საუბრობს კაცო რომელიც მეტი არ შეიძლება ეს ანამნეზის მიხედვით გინდება ნოზოლოგია განაპირობა ფსიქოტროპულზე სხვა თემა არის კიდევ უბრალოდ ეხლა მე არ მინდა მე ეს უკვე მედიცინაში მე ვიცი პროტოკოლია ეს არის საერთაშორისო პროტოკოლი მედიკამენტის გამოწერის გერმანიაში კიდევ გიმეორ თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ არა მაგის შემდეგ გამახუჩებლები ერთ ისევ გაივლის კომისიას და ისევ არა ეს არ ვიცი მე უბრალოდ ვიცი ის რომ როდესაც ევროპაში ჩავდივარ პრაქტიკულად აფთიაქში არავინ არ ხვდება და აფთიაქი ძნელი მოსაძებნი ანუ ხელმისაწვდომია საქართველოში მედიკამენტის შეძენა აფთიაქში აკონტროლებენ გამახუჩებლებს და ჩვენთან პოლიცია ეს სხვა თემა მაგრამ ფსიქოტროპულ მედიკამენტზე ეს საერთოდ გაიდლაინია გამახუჩებელზე არ საუბრობ ფსიქოტროპულ შემთხვევაში ეს არის გაიდლაინი ისედაც ორი თვე პერმანენტული მიღება ანგრევს ადამიანის ორგანიზმს კაცო ეს უკვე მედიცინაში გადაჭრა და ალბათ ექიმების კომპეტენცია შემდგომ კომისიაზე გასვლა და კომისია არ არის კომისია კაცო ექიმთან რომ მიდიხარ ჩვენ ყველას გქონია ეს შემდეგ თუ არ აღმოიფხვრა იმ დაავადების და ნოზოლოგიის მოცემულობა და ან გვერდითი ეფექტები არ განვითარდა გიგრძელებს ისე უბრალოდ ერთჯერადად აქვს გარკვეული შეზღუდვა კარგი კი ბატონო არა ამასთან მქონია შეხება და ჯანდაცვის სფეროსთან მიმართებაში ჩვენ კარგად გვახსოვს ადამიანები სახკარს ყიდნენ რომ უნდა აღინიშნოს რაც გაკეთდა და კარგით ეხლა საქართველოს მოსახლეობის 3 მილიონზე მეტმა მოსახლემ ისარგებლა ჯანდაცვის პროგრამებით და თლიანმა თანხამ შეადგინა 14 მილიარდი და მათზე ასე ვთქვათ ჩარიცხული თანხები აი ამ დაავადებების სამკურნალო და ეს ციდან ხო არ ვარდება ეგეთი რაღაცა ხო ჩვეულებრივი ამბავია ეს როდესაც და ის რომ რაღაცა არასწორი დიაგნოზს უსვამენ პაციენტებს. ეს არის სისხლის დამარხვის დანაშაული. ადამიანებს რომ სიღარიბეში არ ტოვებდეთ, ადამიანებს რომ მეტი შემოსავალი ქონდეთ და წესების და სადაზღვევო სისტემა ქონდეს ქვეყანაში მოწყობილი, არავისი მიგდებული არც 4 მილიონი, 4 მილიარდი არ დაჭირდებოდათ. არა, გავიგეთ, მაგრამ შეხედე გიორგი, მოდი სისტემა მოვაწყოთ წესები, სისტემა მოვაწყოთ წესები. საწყისი გაქვს კატასტროფული, აი 2012 წელს არ მიყვარს და მანდამაც 2012-ზე სწორება, მაგრამ ნუ გინდა არ გინდა მაინც მას შემდეგ ხარ ხელისუფლებაში და უნდა 2012 წელს საქართველოში იყო სოციალურად დაუცველი 1.200.000 ადამიანი. გამიგეთ მოსახლეობის
ძალიან დიდი ნაწილი, ხო, ჩვენი მოსახლეობის და ყოველწლიურად ეტაპობრივად მიდის აი ამ მიმართულებით საქმიანობა და ელემენტარულად ციფრები და სტატისტიკა ხო არის ამას ვერავინ ვერ შეცვლის და ნებისმიერ შეუძლია მივიდეს და დაადგინოს ეს ციფრები და დღეს ეს მაჩვენებელი როდესაც მოსახლეობის 68% იყო თითქმის სოციალურად დაუცველი დღეს არის ეს დაახლოებით 15% ჩამოსული და დაახლოებით 450,000-მდე იღებს სოციალურ შემწეობას გამიგეთ და მაშინდელი შემწეობების სიტყვაზე რომ იყო 100 ლარი დღეს 390 ლარია აქაც არის გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯი და ერთად ხო არა ვარ ჩვენ დიდარი ქვეყანა რა მაგაშია საქმე და ეხლა კიდე ჩვენმა უსმენელმა რომ მაგრამ კითხვები არის ბატონდათო ბოდიში ბატონდათო უნდა ჩაგიტი ბატონდათო გავიგე მაგრამ მე კითხვა აქვს მაყურებელს იცით რა გარდა იმ ბრალდებებისა რაც თქვა ბატონი გიორგი აყენებს ძალიან წამოიწია საზოგადოებაში უკმაყოფილების ტალღამ კერძოდ ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებით და ამავე დროს იმავე ჯარიმების და სხვა ტიპის გადასახადებთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში როგორი არის გასაგებია რომ ციფრებში მზარდია ეკონომიკა მაგრამ არ არის საარჩევნო წელი და ხომ არ დაკარგეთ ასე თქვა თუ შუალო კონტაქტი და გიგებთ ხელი ამომრჩევლის რომ ჩვენი ხელისუფლება განსხვავდება წინა რეჟიმისაგან იმით რომ ის რაც შეიძლება იყოს დამაზიანებელი და მოსახლეობის სერიოზულ ასე თქვა დისკომფორტს ქმნის ამაზე რეაგირებენ და ეს თუნდაც ჯარიმები რომელიც იყო გაორმაგებული ჯარიმები ზუსტად ორ თვეში მიიღო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება და ეს ჯარიმები დაუბრუნდა თავის ასე თქვა პირვანდელ ეს პირვანდელი სხვა 11-ია ვიდრე 12-ში იყო. ხო, ეხლა დაუჟელობაც არ შეიძლება რომ დაუშვათ სულიზდება ჯარიმები, სულიზდება ადამიანს უნდა კონდეს რაღაცა მუხრუჭი იმისა რომ დანაშაული არ დაარღვიოს ავტოსაგზაო სატრანსპორტო საშუალებებით 800,000 მანქანა მოძრაობს თბილისში 860,000 30,000 პარკირება გვაქვს 3 თვეა შეტანილი მაქვს თბილისის საკრებულოში ინიციატივა პარკირების შენებლობის სტიმულირებაზე თქვენ შეიძლება თქვით რომ მნიშვნელოვანია მაგრამ ადამიანებისაც ეს ევალება საკრებულოში თვლიან რომ ამის განხილვაც არ არის საჭირო საუბარს არ ყოფილა ეს პოპულისტური არისო გესმით ხო და ერთი კანონში ასად არწერია რომ პოპულისტური ინიციატივები არ უნდა განიხილებოდეს და მეორე სულ მაგ საუბარი მოდი გავარჩიოთ და მე დაგეთანხმები თუ იქნები არასწორი და თუ ნაბიჯი არ გადავდგით და პოზიცია არის როგორი იცით რომ არაფერი არ ეშველება მაინც ამ საქმესო და არაფერი არ გავაკეთოთ არ გესწავლება ჩემგან ანალიზი უნდა დაურთოთ კარგი რომ დაუშვათ რასაც თხოვთ რომ ეს ამას გამოიწვევს და გართული მაქვს ანალიზობა მაგრამ ხომ უნდა დავსდით და გავარჩიოთ გავიგე ხო არ ვიცი ახლა პოლიტიკა გვაქვს ესეთი გესმით რომ ხალხი გადავსვათ მანქანებიდან ავტობუსებში მერიაში სადღაც სამსახურებში ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანები მუშაობენ და არიან დასაქმებულები და არ ვიცი არა საკრებულოს წევრის ინიციატივას ასე იგნორს იკვეთებდნენ რა ვიცი დასაჯერებელია რა კი ბატონო ფაქტია შეგიძლიათ გადახედოთ ხდომებს ელემენტარულად ნახეთ ესე იგი ბოლო ხიდი მტკვარზე თბილისში გადაიდო 1993 წელს მაშინ ავტომობილების რაოდენობა თბილისში იყო 100,000 იყო ყველას ავტობუსებიან, ტროლეიბუსებიან ყველასთან ერთად. დღეს არის 800,000-ზე მეტი და წარმოგიდგენთ ერთი ხიდი არ გადაგვიდებს. და ამაზე საუბარიც არ არის. აგებას გადაგვიდებს ხო, და არქიტექტორები ეგრე ამბობენ ხიდის გადადება. თქვენ გულისხმობთ რომელზეც ავტომობილები ხიდები, კი მაგრამ თბილისში თქვენ აგაგრეთები არც ერთი შემოვლითი გზა არ აქვს შენ დედაქალაქს. ერთი შემოვლითი გზა არ აქვს წრიული მოძრაობა არ გაგრეთებია და აი ეს არის საკეთებელი. შემოვლითი გზა არის კახეთიდან მოვდივართ. არა, გულისხმობს თბილისს. თბილისს უნდა კონდეს წრიული, შეკრული მოძრაობა. ფოტოშორის იყო გულავას მერობის დროს ეს ინიციატივა, მაგრამ დარჩა ინიციატივად. ეს იყო საუბარი ყველაფერზე და ამიტომ ეს ყოფითი პრობლემები არის ამოსაწევი და არ შეიძლება ამის გადაფარო, იმიტომ რომ შენებლებს წინასწარ ბოდიში და აახიეს ფული და მიატანინეს საამშენებლოებისგან და ფული არ გადაუხადეს და მე კიდე რასაც ვამბობ ნამდვილად ეგრეა რა აი მაგალითად ჩემს იმავს ქონდა საამშენებლო აი ეს მშენებლობის ბლოკები ქართულად როგორ არის ბლოკებს რო აწარმოებენ და წაიღეს იქიდან 15,000 წალი და არც ფული მისცეს და არც ბლოკი
ხო, აი ესე შვებოდნენ მაშინ და ეხლა დღეს აღარ არის დღეს უფრო სხვა მეთოდები არის კოეფიციენტებით ვაჭრობა, აქ შეიძლება იქ ასე ინდივიდუალურად მიდგომა ამას ავაშენებინებთ 10 სართულს იმას დავუყურებთ. ხო, ეს K1, K2, K3, ხო? ნუ ეხლა შორს აღვიყვანს თქვენი ის არ არის. თუმცა თქვენი მისამართით ხშირად საკრებულოშიც ამბობენ რომ ვერ ასაბუთებთ ამას და არც ერთი დარღვევა რას ვერ ასაბუთებთ? აი კოეფიციენტებთან დაკავშირებით გახსოვთ მე უსმინეთ გამოსვლას. მოგიყვებით კაცო. უყურეთ მე არ მიყვარს ადამიანების იარლიყების მიწებება. მე არ შემიძლია ვიღაცას კორუფციონერი უძახო, იმიტომ რომ დაუშვათ თუნდაც იმის თანამშრომელი კორუფციაზე დაიჭირეს. ეს არ ნიშნავს ერთი კაცი თუ არის სუდი, ყველა არის მე არ შემიძლია ვთქვა. არა, სასახადად სამართლიანია ეს. არ ვიტყვი არასდროს. მაგრამ მქონდეს საფუძვლიანი ეჭვი რაღაცაზე და ჩემი აზრი გამოვთქვა. მე ყოველთვის შემიძლია, აი მაგალითად საკრებულოში შემოდის ყოველ თვიურად 70-80 საკითხი დაახლოებით კეჭისყრაზე. აქედან ძალიან საგრძნობი უმრავლესობა ეხება მაგალითად შემდეგ საკითხებს, რომ ამადამ მშენებელს, ამადამ კორპუსზე გაუზარდოთ კოეფიციენტი 2-2-ჯერ, 2-3-ჯერ, აი მაგალითად წინაზე იყო რომ 6 სართულიან შენობას დავამატოთ 4 სართული. სამაგიეროდ საკომპენსაციო, ესე იგი, გზით, სახით კომპანია გადაიხდის ბიუჯეტში 1.5 მილიონ ლარს. მეორე კომპანია გადაიხდის 2 მილიონ ლარს. ჩემი კითხვა არის ელემენტარული. თუ აი მიწის ნაკვეთზე, რომელიც ყიდვაც ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ბიზნესი გააკეთოს. მაღალსართულიანი სახლი იყო ცუდი და დაუშვებელი. როგორ გახდა ის კარგი, მას შემდეგ რაც ჩვენ გადავიხადეთ ბიუჯეტში 1.5 მილიონ. და თუ ეს დასაშვები იყო და ცუდი არ იყო. ცუდი რატო იყო? ხო და აგზალული იყო, თავიდან იყო კოეფიციენტი, პატარა აქ არ შეიძლება მაღალი სახლი, შემდეგ ინდივიდუალურად განიხილეს და თქვენსო თუ გადაიხდი 2 მილიონ ლარს, მაგალითად ან 1.5 მილიონ არ აქვს მნიშვნელობა და გავიგე, მივხვდი. დაგიმატებთ 4 სართულს, ხო? თუ აქ ეს 4 სართული არ შეიძლებოდა კაცმა რომ ფული თავიდანვე რატო არ მოითხოვო, ხო? რატო ფულის მერე როგორ გახდა კარგი და თუ შეიძლებოდა ავაშენებინოთ ამ კაცს ეს სახლი, რომ უფრო იაფი იყოს ფასი მისი, უფრო მეტი თავიდანვე შეიძლება არ ქონდა ფინანსური წყარო იმხელა რომ გაეთვალა რომ დაუშვა და მე გაუჩნდა შემოსავლები და დაამატა. არა, აგზავარია. გენგეგმით იყო, არა. თავარია რომ პირველად რომელიც ის პროექტი არა, ფული რომ გაჩნდა, მე დაემატა კოეფიციენტი, მაგრამ ესეც ინდივიდუალური განხილვის. დაიწყო პროექტება და იქ დევს გენგეგმას აკრძალულია ამ მიწაზე, 10 შენობაზე, 10 სართულზე მეტი საშენება. აკრძალულია. ეგ არ გითქვი. აკრძალულია, კი. ის მიდის მერია შეუნება იქნებ დამთოთნება. ეხლა გავიგე, იმიტომ რომ აკრძალული არ გითქვი. იქნებ დამთოთნება. მაშინ გადაიხადე 2 მილიონ და მე შენ დაგთავ ამ ნებას. ეხლა ვიღაცას ჩემ მეზობლად შეიძლება არ ქონდეს აშენების უფლება, გვერდზე ვიღაცას ქონდეს, ანუ პარამეტრებია. ამას გეუბნებით. უყურე მე როცა ბიზნესმენს ზედმეტი 2 მილიონ გადამახტევინეს. მე ხო ეს ფასში ჩამიჯდა, მე ხო ეს გამიძვირდა, გესმით? ხო და თან ვიღაცას უარი უთხრეს, ვიღაცას კი არ არის ამომწურავი, ჩამოთვლილი რაღაც წესი, რის გამოც ადამიანი გაიგებს. შეიძლება არ არის, რომელიც სამსახურს სხვათა შორის ეს განაშენების ამას უთხრეს კი, უთხრეს არა და ეს მე მინდა რომ ეს დავასრულოთ და კორუფციასთან ბრძოლა განაისარიც რომ ვიღაც ადამიანი ვინც ფული აიღო ის დაიჭირეს. ეგ არის სიმპტომებთან უკვე გამოვლინებასთან ბრძოლა. კორუფციასთან ბრძოლა იქნება, როდესაც ჩვენ შევამცირებთ ჩინოვნიკის უფლებამოსილებებს, რომ ის ვერ გადაწყვეტს მე 1000 ლარი ვიშოვო ჩემს ბიზნესში. თუ 2000, სანამ ეს საფუძველი იმას, სანამ ეს საფუძველი განსაზღვრავს ყველას. სანამ ეს საფუძველი იმას ექნება ის ჩინოვნიკი რას ამბობს, იცი, მე კი ავწყვიტავ, აგერ შევიტანე მერიაში, იმაში საკრებულომ გადამიწყვიტა. გამიგეთ, ამაშია საქმე. კი ბატონო, ხო და ეს რას ნიშნავს? ამას ქვია გადაზღვე, კახამრო მითხრა ერთხელ ბატონმა კახამრო, ბატონო გიორგიო გადაზღვეული გვაქვს ჩვენ. აი ეგრე არის გადაზღვეული, გესმით? და გუშინ წინ ვიდეო ნახე რომ აგერო ჩვენი წარმომადგენლები საკრებულოშიო ბატონმა კახამ ხალხი გავაცნობდა სინამდვილეში დეპუტატებზე თქვა ესე. როგორ შეიძლება დეპუტატი იყოს მერის წარმომადგენელი, დეპუტატი არის ხალხის წარმომადგენელი. ხო და საქმეც მაგაში რომ ეს აწყობილი არის ეს სისტემა. კახა პოლიტიკური გუნდი პარტიის გენერალური დირექტორი პარტიის ხო და აწყობილია სისტემა რომ
ამგენმა გადაწყვიტა ჩინოვნიკმა წავიდა რომ მიიფარა ეს საკრებულოს ხელს კარგით, ეს კითხვა არის ლეგიტიმური, განაშენიანების პრობლემები არის, ბუნებრივი ეს წუხილები ბევრი არქიტექტორისგან მსმენია, თუმცა აი თქვენ თავად დასაწყისში ბრძანებდით, რომ უფრო მეტი წახალისება და აქტივაცია ბიზნესო, ხო, ბატონ გიორგი? და რატომ თუ კი თქვათ იქ დასაშვები ნორმა მეტნაკლებად რისკები დივერსიფიცირებულია და არ ქმნის რაიმე პრობლემას და იქ რაღაც დივიდენდი იდება, რატო არ შეიძლება რომ თქვათ ეს განხორციელდეს? გასაგები წესი უნდა იყოს და ზედმეტი ფული არ უნდა გამორთვათ ბიზნესს. ყველა ბიზნესმენთვის გამორთმეული ფული არის თქვენთვის გაძვირებული პროდუქტი. გესმით, იმიტომ რომ მე ჩემი ჯიბიდან ვერ დავაფინანსებ თქვენს ბინას. მე რო თქვენ ბინა მოვყიდო, ჯერთ მე მინდა რომ ესეთი ფასი მქონდეს, რომ ყველაზე კონკურენტული ფასი მქონდეს. ამიტომ მე ვცდილობ რომ შევამციროთ ჩემი თვითღირებულება. თუ თვითღირებულებას მერია მიზრდის, თავისთავად იზრდება თქვენთვის მადლობა. საინტერესოა ბატონ დათო, თქვენ თუ გაქვთ რაიმე და შემდეგ უკვე უნდა წავიდეთ ბოლოსკენ, რომ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას მინდა შევეხო, თქვენი მოსაზრებები გერჩეს მაინტერესებს. დიახ ბატონ დათო. აი ზოგადი წესები სახელმწიფოს დამოკიდებული. კი ბატონო, მაშინ კი ბატონო, იყოს ჩინეთის თემა, აქაც ოპოზიცია ცალსახად ამბობს, რომ რაღაც ნაწილი რო ეს პრორაშისტული პოლიტიკის გაგრძელება. აი ბატონ გიორგის ქონდა დასაწყისში, რომ ჩვენ რატომ არ ვსაუბრობთ, რატომ არ ვუღრმავდებით ჩინეთში არსებულ გამოწვევებს, ხო? იქნებ იქაცაა რაღაცა წესი, ხო, ცხოვრების თუ ვთქვათ ევროპა, ასე ვთქვათ ევროპის ცუდ და მანკიერ მხარეებზე ვაპელირებთ, მაგრამ აი ამას წინათ ახლა გამახსენდა ამის კონტრარგუმენტად და უნდა ვთქვა, ხო? ბატონმა შალვა პაპუაშვილმა თქვა, თუ არ ვწდები, თუ ბატონმა პრემიერმა აღარ მახსოვს ზუსტად, არ მინდა შეცდომაში მაყურებელი შევუყარ, მაგრამ მაგ თქვეს, რომ ისინი ჭკუას არ გვასწავლიან თქვენ შიგნით როგორ უნდა იცხოვროთ და ჩვენს შიდა ცხოვრებისეულ წესებში არ ერებიანო, ვეცდები ზუსტი ციტატა, ვიდრე ბატონი დათო ისაუბრებს პროდიუსერს თხოვ რომ მოგვიძებნოს. დიახ ბატონო. არა, შინაარსი და იგივეა, არა აქვს ამ შემთხვევაში სიტყვათა წყობას არსებითი მნიშვნელობა ალბათ. ხო, რაც შეეხება ჩინეთთან, ვიცით რომ ჩინეთი არის სერიოზული ეკონომიკის ქვეყანა, მეორე ეკონომიკაა სოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ და ანგარიშგასაწევი ქვეყანაა მოკლედ. თქვენ ნახეთ, როგორც კი ასე ვთქვათ, დაინახეს ქართულ-ჩინური ურთიერთობების რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლა, მომენტალურად სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ჩავიდნენ და ასე ვთქვათ დაიწყეს დისკუსიები ამ თემის საკითხზე. საქმე იმაშია, რომ ჩვენ თვითონ ვერ ვაცნობიერებთ, მე კი ვაცნობიერებ და ალბათ გიორგის და ასე ვთქვათ, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ ჩვენ რა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ, იგივე აზიისათვის და ევროპისათვის, იმიტომ რომ ვართ რეალურად გზა გასაყარზე ჩვენ და ის შვადერეფანი, რომელიც რეალურად ასე ვთქვათ ფუნქციონირებს, იგივე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელსაც ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ დატვირთვა მიეცა და იგივე თუნდაც ასე ვთქვათ ანაკლიის პორტი, ხო? რომელიც ძალიან სერიოზულ ასე ვთქვათ ინვესტიციებს მოიზიდავს ჩვენს ქვეყანაში და ფაქტია რომ უკვე 2 წლის შემდეგ ანაკლიის ასე ვთქვათ პორტის პირველი ფაზა უნდა დასრულდეს, ხო? 3 წელი გამოდის რეალურად. 2029 წელს პორტი, რომელიც იქნება 100%-ით სახელმწიფოს განკარგვის ქვეშ, მაგრამ ტერმინალები და ასე ვთქვათ სხვა ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურული ნაწილი იქნება ასე ვთქვათ სერიოზული უცხოური კომპანიების განკარგვის ქვეშ გადაცემული და მთავარი მაკონტროლებელი თუ შეიძლება ითქვას და ამაზე ასე ვთქვათ პასუხისმგებელი რჩება ისე და ისე სახელმწიფო და ბუნებრივია სახელმწიფო ამ შემთხვევაში არ იქნება თავის წინააღმდეგი და პერსპექტივაში ანაკლიის პორტში დაახლოებით 6 მილიონი ტონა ტვირთის ასე ვთქვათ ტვირთბრუნვა არის მოსალოდნელი. ეს ყველაფერი ამ ყველაფერში უпростоრად განსაკუთრებული როლი მიუძღვის
ჩინეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. ეს არის დღესავეთი ნათელი და რა ვიცი, გინდა ყაზახეთი იყოს, გინდა თურქმენეთი იყოს, უზბეკეთი იყოს, აი ამ ჭრილში ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყნებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ბოლო პერიოდში რომ ამ ქვეყნების ლიდერებთან ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები, აქ რაღაცა ამას ქილიკურად მიუძღვნა რატომღაც და რაც მე ვთვლი რომ არის შეურაცხყოფელი პირველ რიგში იმ ქვეყნებისათვის და მე ვფიქრობ რომ ჩვენ მენტალიტეტს არ ეკადრება ეს რა, იმიტომ რომ ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც ევროპაშიც გვიწევენ ანგარიშს და ახლა აზიის ქვეყნების რომ გვიწევენ ანგარიშს ფაქტია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვა რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკის პრეზიდენტის წერილი რომელთაც მან მიმართა პრემიერ-მინისტრს ჩვენი ქვეყნისა ესეც გახდა აქ ასე ვთქვათ რაღაცა იუმორის თემა და რა იუმორის კი არა დასაბუთება დააყენეს ეჭქვეშ საერთოდ ეს რა და ტიპის წერილია პროტოკოლური წერილიაო ეს წარმოუდგენელი ამბავი არის ხა რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა ასე ვთქვათ ვერ განსაზღვროს რა სახის წერილი უნდა გაუგზავნოს ასე ვთქვათ ნებისმიერ სახელმწიფოს მათ შორის ჩვენს ქვეყანას და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ცოტა შვიდად გუნდა შევხედოთ იმ პრობლემებს რომელიც დღეს არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ყველანი უნდა ვიყოთ მოწონებული და მოწადინებული იმისათვის რომ ეს პრობლემები ერთობლივად ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ ნაბიჯებით ეკონომიკური იქნება თუ სხვა ამ ნაბიჯებით ერთობლივად გადავწყვიტოთ ეს პრობლემები მაგრამ ესეთი ჩასაფრებული პოზიციიდან რაღაცა ქილიკის პოზიციიდან მე არ ამგონია რომ ამ პრობლემებს ასე ვთქვათ მოევლოს მადლობა ბატონ დათო ბატონი გიორგის პოზიციები ჩინეთთან მიმართებაში აი ძალიან საინტერესოა ეს ფრაზა ხო პრემიერის შეფასებით დასავლური ინსტიტუტებისგან განსხვავებით ჩინეთის პოლიტიკა აგებულია სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემასა და შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობაზე აი ეს არის მთავარი ევროპის მისამართით რომ მუდმივი კაპრიზები და მუდმივი ასე ვთქვათ რაღაცის სანაცვლოდ მუდმივი ასე ვთქვათ მასწავლებლობა ბჭყალებში მაგ სიღრმეებში არ წავალ, მაგრამ საერთოდ როგორც, რა ვიცი, ახლობელი ვისაც გული შეგტკივა, იმას შეიძლება მიუთითო რაღაც შეცდომებზე და ვინც არ გადარდებს, იმას არაფერი არ უთხრა. და ბოდიში და ხო, მაგრამ ხო არ უნდა გაებუდო მაგის. ხო და ეხლა რაც შეეხება ჩინეთს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ და ძალიან კარგია რომ ხმავდება ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან იქნება ეს ყაზახეთთან იქნება ევროპასთან იქნება თუ სადაც ეს ძალიან კარგია და რაც მეტი იქნება ვაჭრობა მით უკეთესი ადამიანებისთვის უბრალოდ მე მინდა რომ ამ ესე იგი ურთიერთობებით ეს რაღაც ხელშეკრულებები იქნება თუ რაც იქნება ისარგებლოს ჩვენმა მოქალაქეებმა პირველ რიგში და თითოეულ ადამიანმა ისარგებლოს და რაღაც ხეირი ნახოს აი მაგალითად ძალიან კარგია რომ ჩინეთიდან შეზარებით იაფფასებთ ადამიანებს აქვს საშუალება ონლაინ ბევრი რაღაცები შეუკვეთონ ფასის და ხარისხის შეფარდება არ არის ცუდი აწარმოონ ჩამოიტანონ და ასე შემდეგ მაგრამ ხო ვაწვალებთ ქართული ოცნების მთავრობა ხო ვაწვალებს ხალხს იმით რომ შეზღუდული აქვს 300 ლარით განბაჟების სამას ლარზე ზემოთ უკვე უნდა განბაჟება იყო და ადამიანებს უწევთ ორი ანაბრის სამი ანაბრის გაცალკავება, წვალება და ასე შემდეგ და აი ამ ფარგლებში ჩინეთთან მოლაპარაკებების თუ დამეგობრების თუ სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში კარგი იქნებოდა რომ იმაზე კი არ გვეზრუნა პორტს ვინ ააშენებს არამედ გვეზრუნა იმაზე რომ ადამიანებს მაგალითად გეტყვით გვეზრუნა იმაზე რომ ადამიანებს მოდი გაუზარდოთ ბავშვად 300 ლარიდან 3000 ლარამდე ეს განბაჟების გარეშე საქონლის შემოტანის უფლება და რაც შეეხება პორტს კალბატონოეკა პორტი არის ჩვეულებრივი ძალიან ელემენტარული არატექნოლოგიური ბიზნესი რომელიც ბიზნესმა უნდა აკეთოს თუ ის მომგებიანია რიგი ვექნებოდა აქ ინვესტორების რომ მოდით ჩვენ აბაშენებთო პორტსო და მე უფრო პირიქით პრობლემა მგონია რომ არავინ არ აღმოჩნდა მსურველი ვინც მოვიდოდა ფულშადებდა და პორტს ააშენებდა და ისევ მთავრობას უწევს პორტის აშენება იმიტომ რომ როგორც დასაწყისში ვთქვი ყველაზე არაეფექტური არის ფულის დახარჯვა როდესაც ადამიანი ხარჯავს სხვის ფულს სხვისი ვინმე რამის ჩვენი პრობლემა
ამ უცხოელების თვალში მაინც არის ის რომ ფრთხილად უდგებიან რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ტერიტორიები 20% რუსეთის და აგერ არის 20 კილომეტრში თბილისიდან და რა დაარტყავს შავი ზღვის აკვატორიაში რამდენად დაუშვებს თავისი სერიოზული და ესე იგი თუ დომინანტობას ცდილობს და ამიტომ რთულია რა კი ბატონო ხო და თუ ძალიან დიდი რისკებია ბიზნეს რისკებია მაშინ რისკები არის და მაგითო ხდება ხო და მოდი მაშინ სახელმწიფოს ნუგარისკავს ფულით რომელიც ხალხს გამოვაჩენს არა ვაშენოთ საერთოდ ანაკლის სპორტი თუ ეგ არის მომგებიანი და კარგი უნდა აშენოს კერძო ბიზნესმა სახელმწიფო სვის ფულს ხარჯავს ადამიანების კერძო ბიზნესი აშენებდა ბიჩივლა მილიარდი უნდა და წაიღო საქართველოს ბიუჯეტიდან კი ბატონო იმიტომ რომ რაღაც არასწორი გარანტიების იმედი ქონდა სახელმწიფოს ხედავ ნუ სახელმწიფო ყველა აი ახლა გაიხსნა პირველი რეისები თბილისსა და ჩინეთს შორის თბილისი შანხაი უკვე 2 დღის წინ ეს ძალიან სერიოზული ტურიზმის განვითარება შეუძლებს და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩინეთს დარწმუნება სულ არ იცის ხო აი ხო არა კარგია მეთქი და აი შეხედეთ ტურისტების რაოდენობა ბოლო წლებში დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა და 3-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტ შენატანები და დაახლოებით 8 მილიარდი მარტო ტურიზმიდან შედის. ამ 6 თვეში ტურისტების რაოდენობა საქართველოში შეადგინა 3 მილიონი უკვე. ეს ძალიან სერიოზული ციფრი, ანუ ჩვენი მოსახლეობის რაოდენობას გაუტორდა ტურისტები და ეს ტურისტი მარტო ხوار ჩამოდის და ქუჩაში ხوار დადის, ხო? ფულს ხარჯავს, ბიუჯეტში ფული შედის. ამსტერდამში წელიწადში 48 მილიონი ტურისტი ჩადის ერთ ქალაქში. ხო, არა, გასაგებია. ამსტერდამსა და ტოლობა მაინც ჰოლანდია არ არის, ასე ვთქვათ, არც კი არა, ჰოლანდია არ არის ოკუპირებული ქვეყანა, ხო? კი ბატონო. თავისუფალი დამოუკიდებელი ევროპული ქვეყანაა და იქ უფრო თავისუფლად მიდის ადამიანი და აქ რომ კიდევ ჭალებში რომ ბედავენ, ისე ვთქვათ, ჩამოსვლას ამ ხელისუფლების ასე ვთქვათ დამსახურება რომ ხედავენ რომ აქ რაღაც დონეზე უზრუნველყოფილი არის ეს საფრთხე ბიზნესის კეთების თვალსაზრისითაც ბოლო მონაცემებით მათ შორის ევროპული საერთაშორისო კომპანიების საკმაოდ კარგი ბიზნეს გარემოა საქართველოში და ძალიან ბევრი შეფასო რეგისტრირდება. ნუ ეს ოფიციალური მონაცემებია. დიდი კომპანიები ჯერ არ შემოდიან და საწარმოებს არ ხარხსნიან. კი ბატონო. და ბატონ გიორგი ბოლოსკენ მინდა ასეთი ასე ვთქვათ შემაჯამებელი მოგცეთ 5 წუთიანი დრო და აქვე მინდა კითხოთ, აი მივედით ოკუპაციამდე, ხო? მივედით რაღაც ისეთ ძალიან მნიშვნელოვან საკრალურ საკითხზე, რომელიც ასე ვთქვათ ძალიან შემაფერხებელი ბარიერია და ალბათ ნომერ პირველი პრობლემა მაინც საქართველოში არა ბატონ გიორგი თქვენი დამოკიდებულებები პარტიის მე ძალიან მაინტერესებს და თქვენი გუნდის თლიანად და პერსონალურად თქვენიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით იმიტომ რომ ერთგვარი სტიგმები ჩამოყალიბდა ანუ ოპოზიციის რაღაცა ნაწილისთვის ვთქვათ მიუღებელია რუსეთთან ხო საუბრები რუსეთის მიმართულებით რაიმე ტიპის ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა მაშინვე ძალიან ისეთი განიხილება, ასე ვთქვათ, ძალიან აგრესიულ ჭრილში და მიაჩნიათ ღალატის ტოლფას პოლიტიკად. მეორეს მხრივ ხელისუფლებამაც თავიდან ჰქონდა რაღაც მცდელობები ობიექტური რომ ვიყო, მაგრამ შემდეგ შეცვალა პოლიტიკა და ანუ რუსეთთან ვისაუბრებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ასე ვთქვათ, არაღიარების პოლიტიკას, ანუ უკან წაიღებს ის ოკუპირებული ჩვენი სუვერენული ნაწილების აღიარებას. როგორი არის თქვენი პოზიციონირება? არის თუ არა განსხვავება თქვენსა და აი ამ სხვა ოპოზიციურ ალიანსს შორის, ხო, რომელიც უფრო რადიკალურ ოპოზიციად აღიქმება, თქვენი მოსაზრებები. ნუ ჯერ მეგინე საერთოდ ოპოზიციას არ მიმაჩნია და არაფერს საერთოდ მართლთან არ აქვს. არა, თქვენ რო გაქვთ მე ეს არ მithქვათ, კი ბატონო, ღმერთმა დაგიყვანოთ. ესე იგი მე ეჭვი მეპარება და საერთოდ ამჯერა იმის რომ დღევანდელ რუსეთის ხელისუფლებასთან საერთოდ რამეზე ნორმალურზე საუბარი შეიძლება და რაღაცაზე მოლაპარაკება შეიძლება საერთოდ მაგრამ ის არის ლეგიტიმური ლიდერი ხო ფედერაციის რუსეთის კი არის მაგრამ ნუ მე მიმაჩნია რომ არანაირ მოლაპარაკებას მაგ ხალხთან ვინც დღეს მართავს რუსეთს ნუ ჩემი აზრით არანაირი აზრი არ გააჩნია რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიების დაბრუნებას ჩვენი ამოცანა მაინც ის უნდა იყოს პირველ რიგში რომ ჩვენ ოზმებს და აფხაზმებს ვაჩვენოთ თუ როგორ ქვეყანას ვაწყობთ ჩვენ აქ ჩვენ განვითარდეთ განვითაროთ ჩვენი ეკონომიკა განვითაროთ ჩვენი რეგიონები მოვაწყოთ მართლა სწორი თვითმმართველობა ბათუმის აჭარის ავტონომიის მაგალითზე ვაჩვენოთ აფხაზებს როგორ შეიძლება იყოს ნამდვილი ავტონომია, ნამდვილი თვითმმართველობა, როცა ადამიანები თავის რეგიონში, თავის ქალაქში, თავის უბანში თვითონ საზღვრავენ თავიანთი ცხოვრების წესს.
მოვიფიქროთ, როგორ გადავწყვიტოთ კონფლიქტები, რომლებიც აუცილებლად დაბრუნების შემდეგ მოხდება ადამიანებს შორის, მაგალითად ქართველი კაცი, რომელიც ჩავა სოხუმში და ნახავს, რომ მის სახლში უკვე სხვა ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც იქ დაიბადნენ, გაიზარდნენ და იმ ადამიანს ის თავის სახლი თავისად მიაჩნია სინამდვილეში. მოდი მოვიფიქროთ, როგორ ვაგვარებთ ჩვენ მაგ პრობლემას. ჩვენ მქონდა ეს წინადება წინასაარჩევნოდ, რომ მაგალითად შეგვეთავაზებინა ადამიანისთვის, რომ გაერჩიათ ნებისმიერ სასამართლოში, აფხაზურ სასამართლოში, ქართულ სასამართლოში ეს დავა ამ სახლის კონკრეტული სახლის თაობაზე და წაგებულ მხარეს ორჯერ მეტი სახელმწიფო ქონება იქვე სხვა ადგილზე, რომელიც აფხაზეთში ძალიან ბევრია, დარჩენოდა, ხო? ეს ერთ-ერთი უბრალო მაგალითია, რომ რომელი სახელმწიფო სასამართლოს უნდა გაერჩიათ. აქეთ რუსეთს შეთანხმდებოდნენ ის ქართველი და აფხაზი, რომლებიც უნდა ერთად იცხოვრონ შემდეგ. სადაც შეთანხმდებოდნენ იქ გაერჩიათ. ჩვენ საქართველოში გაერჩიათ, სოხუმში გაერჩიათ, ოღონდ ისე რომ წაგებული მხარე არ ყოფილიყო, გესმით? ეს ეხლა მე უბრალოდ ძალიან უხეში მაგალითი მომყავს, იმიტომ რომ ეს არ არის ესე ორ წუთში სალაპარაკო თემა, მაგრამ მე მაინც იქეთ ვარ, რომ ადამიანებთან ადამიანური ურთიერთობა უნდა ავაწყოთ, ჩვენ ქვეყანაში უნდა მოვაწყოთ ესეთი წესრიგი, რომ აფხაზებსაც და ოსებსაც ჩვენთან ცხოვრება უნდოდეთ და არა რუსეთთან ცხოვრება. აქ გადმოდიან ჯანდაცვისთვის. ხედავენ, რომ ჩვენთან უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური ფონია, ინფრასტრუქტურაც, მაგრამ მაინც ვერ ხერხდება, იმიტომ რომ რუსეთის ფაქტორი და პოლიტიკური ელიტების გადამწყვეტია ბატონ გიორგი. კი ბატონო, უფრო მეტი გვჭირდება გავაკეთოთ, უფრო მეტი მეგობარი გვჭირდება ქვეყნის გარეთ, უფრო მეტად გახსნილობა გვჭირდება და განვითარება ჩვენი ქვეყნის და დროთა განმავლობაში მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემები ასე მოგვარდება და აი დღეს რომ ჩვენ დღევანდელ რუსეთის მთავრობას რაღაცაზე ველაპარაკოთ და გქონდეს იმის იმედი, რომ ის თვით თავისი ნებით რაღაცას ჩვენ დაგვიბრუნებს და ქვეყანას გაგვიერთიანებს, მე ამის ამჯერა ყოველ შემთხვევაში. ხო, გასაგებია, მაგრამ თქვენ კატეგორიულად ამბობთ, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დაიწყოს რუსეთთან ამ ხელისუფლებასთან საუბარი რუსეთის, ხო? ხელისუფლება საუბარს არასდროს არაფერი არ უდგას წინ, გესმით, არავისთან საუბარს არაფერი არ უდგას წინ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აზრი არა აქვს უბრალოდ ამ საუბარს. კარგი, დაბა როგორ მაშინ? კი ბატონო, ბატონ დათო. მოდი მაგ თემას გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული უცხო ქვეყანას, მე შორსა ვარ იმასაგან, რომ ერთ დღეს, ასე ვთქვათ, კეთილმა იმპერატორმა გაიღვიძოს და თქვას, რომ მოდი ხა ეს დავიღალე უკვე ამ იმით აფხაზეთის და ოსეთის შენახვით და მოდი დაუბრუნებს, ეგ არ მოხდება. სხვა კონტექსტში ვიტყვი მე, ჩვენ მოლაპარაკებები, სანამ მოლაპარაკებებს დავიწყებთ, უნდა დავილაპარაკოთ რა და ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ და ამ შემთხვევაში წინა პლანზე უნდა იყოს სახალხო დიპლომატია და მადლობა უფალს ჩვენ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ყავს აქ თუნდაც ოსეთის, აფხაზეთის მხრიდან წარმომადგენლები, რომლებმაც უნდა გაააქტიურონ, ასე ვთქვათ, ჩასვლა, ურთიერთობა და მე პირველად ახლა გამახსენდა ამ თემას შევეხე ოსეთთან ურთიერთობაში ლერი ხაბელოვი, ხო? ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, კაცი, რომელსაც მე როგორც ვიცი და ჩემი მეგობარია ლერი და მქონია შემთხვევა დაუშვათ მას თუ რა ურთიერთობა და როგორ შეუძლია, ასე ვთქვათ, ოსურ მხარესთან დალაპარაკება. და აფხაზურ მხარეს როცა საუბრობ, პირველი ვინც მახსენდება არის ცხონებული ვიტალი დარასელიას ოჯახი. ქალბატონი მარინა, მისი მეუღლე, მისი აშკაცი პატარა ვიტალი, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და მე მგონია რომ ამ ხალხის ასე ვთქვათ ჩართულობა აი სახალხო დიპლომატიის დონეზე პირველ ეტაპზე იქნება ასე ვთქვათ სწორი ფორმა. რაც შეეხება იმას რომ გიორგიმ თქვა ცოტა უფრო ლამაზ ფორმაში გამოვიდა ნათქვამი არ ვაკნინებ გიორგის ასმონებრივია სასამართლო გადაწყვიტოს ან ერთმა მხარემ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს თავის სახელმწიფო სახელით ეხლა არა სახალხო სასამართლოს გულისხმობს და არა სახელმწიფო სახელმწიფო და ეხლა აფხაზი ეს მაშინ დიდი არა ეს არბიტრაჟი იყო ეს დიდი შერიგების შემდგომ ალბათ შემდგომი პროცესია უკვე განკარგული უნდა იყოს რომ როდესაც ვაკეთებთ მე ძალიან საქართველოს ჩვენმა მოქალაქეებმა
მოქალაქეა რომ აფხაზეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეკნოს ან პირიქით იმათმა ოკუპირებული ზოგად შემდგომ ემპათიურ გადაწყვეტილებებზე რომ არ მოხდეს გონებრივი დავები ერთად ცხოვრების სვანურ სამართალთან ახლოს იყო აფხაზების უხუცესთა სამართალიც როგორც სვანეთში იყო ისე იქაც იყო დღეს აფხაზეთში დიდად არ განსხვავდება იქ აფხაზეთში ძველი მე მგონია უკვე რაღაცა შეხებები მაქვს ჩემი განსაკუთრებით სამურზაყანოსთან გალის მოსახლეობასთან მაქვს რაღაც შეხებები და ვიცი რომ ეს ყველაფერი არის გამქრალი რა აღარ არის რა და პრობლემა ის არის რომ ორივეგან არის სუფთა ოკუპანტების მიერ ნომინირებული ხელისუფლება და წარმოდგენილი აი სამხრეთ ოსეთში ხო ვინც იყო პრეზიდენტი უცებ მოკიდეს ხელი და წაიყვანეს და პრეზიდენტის მრჩეველი არის ახლა დღეს და იქაური მინისტრის მოადგილე ჩამოიყვანეს დანიშნეს და პრეზიდენტი. ეხლა ის საქართველოს პოზიცია ხო, სამწუხარო ფაქტები არის ეს, მაგრამ ამიტომ სახალხო დიპლომატია პლუს სახელმწიფოს გონება מחვილური პოლიტიკა ამ თემას ასე ვთქვათ დაძრავს რა. ძალიან დაიჭრილა სხვათა შორის და მნიშვნელოვანია რომ ეს ხშირად ვახსენოთ ხოლმე და ბოლოსკენ ბატონ გიორგი და დაასრულებს ბატონი და არის თუ არა ევროსტრუქტურების შენიშვნები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა შევკრათ გადაცემა თქვენი მოსაზრებების რეზიუმეს სახით რომ გავაკეთოთ 3 წუთი გეკნებათ. ხო, არ ვიცი, სხვადასხვანაირად შეიძლება გაიგოს, ზოგმა შეიძლება გაიგოს საქმეებში ჩარევა, ზოგმა შეიძლება არ გაიგოს, მაგრამ თუ შენ გინდა რაღაც გაერთიანებაში, რაღაც ოჯახში მისვლა, გასაგებია რომ უნდა გაითვალისწინო იმ ოჯახის წესები და ეს არ ნიშნავს იმას რომ რა შენ არ მოგწონს იმაზე ხმა არ უნდა მოიღო და კორექტირება არ უნდა შეიტანო, მაგრამ ყოველთვის შეიძლება საერთო ენის გამონახვა, როდესაც შენ სახელმწიფო ძალაუფლება გაქვს ხელში, რესურსები გაქვს ხელში, ყოველთვის შეიძლება დალაპარაკება, დიპლომატიური გზების მონახვა და საერთო ენის გამონახვა გარდა იმის მაგივრად რომ ეჭხუბო ადამიანს და რაღაც პრობლემები გაბერო და გაართულო. დიახ. და საერთოდ ზოგადი რეზიუმე თუ რამის თქმა გსურთ კიდევ და დავასრულოთ ზოგადად მე საერთოდ ქართულ ოცნებასთან სულის პრეტენზია მაქვს და ის ხომ მაქვს რომ მე მინდა რომ ქართულ ოცნებამ ისეთი წესრიგი და გააკეთოს ეცადოს გააკეთოს ქვეყანაში სანამ სრულ ძალაუფლებაშია რომ მას შემდეგ როცა ძალაუფლების დატოვება მოუწევთ ეს აუცილებლად მოუწევთ ადრე თუ გვიან ყველა მიდის მეთვალყუროს რომ მუდმივი იყოს როცა ძალაუფლების დატოვება მოუწევს წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრი და ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრი ერთად შეინობდნენ რუსთაველზე და კაფეში ყავის დალევა შეეძლოთ ერთად. მოდი მე აი ესეც წესრიგი მინდა ქვეყანაში მოეწყოს და არა ის რომ მე ერთი გარბოდეს, მეორეს დასდევდნენ, მესამეს იჭერდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ დავშალოთ ეს ანუ თქვენ რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ ბატონ გიორგი არავის აღარ დააკავებს? ჩემი არა რა თქმა უნდა არა. დანაშაული რო ჩაიდინოს მაინც არ დააკავებს? პოლიტიკოსების საქმე არ არის არავის დაკავება. დანაშაული. პერსონალურად არც ქართული ოცნების პოლიტიკოსი. ჩემი საქმე იქნება, მე თუ მე როცა ხელისუფლებაში მოვალ, ჩემი საქმე იქნება წესიერი სასამართლო მქონდეს, წესიერი პროკურატურა მყავდეს, პროკურორის საქმე მქონდეს. ისინი იმგენმა მიხედვათ თავიანთ საქმეს და არა პოლიტიკური რაღაც გარჩევები მოაწყოს. ბატონდათ, შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. არის თუ არა თქვენთვის თავარი კითხვა ხო, რაც ჩვენ ეკრანზე გამოვიტანეთ. სულ რამოდენიმე წინადადებით შევეცდები აუხსნა და თქვენ განსაჭეთ რა. ის პრეტენზიები რაც აქვთ ჩვენთან არის თუ არა ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში. ცოტა სწრაფად რომ. პირდაპირ გეტყვით რომ ევროკავშირის ქვეყნებს ერთმანეთთან აქვთ ხელშეკრულებები რომელიც ერთმანეთთან ავალდებულებს. ვალდებულებები აქვთ ერთმანეთის წინაშე აღებული. საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირს არც ვალდებულება აქვს. და არც პასუხისმგებლობას არ იღებენ, მხოლოდ გვავალებენ. და გეუბნებიან რომ ეს ასე უნდა გააკეთო, ეს ისე უნდა გააკეთო და თუ ამას არ გააკეთებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ძალიან მარტივია პასუხი რა. რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ასე ვთქვათ გვერდისავლით ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევის ცდელობა და მე მინდა რომ ეს ევროპული ბიუროკრატია რაც შეიძლება მალე დადგეს რაციონალურ, ასე ვთქვათ, მოსაზრებებზე და ჩვენთან თანაბარ უფლებიანი სახელმწიფოს დონეზე ვისაუბროთ. სტატუსით გვესაუბროს და აი მაშინ დარწმუნებული ვარ, ხო, ეს რაღაცა გარკვეული რამდენიმე თვიანი ურთიერთსაწინააღმდეგო მადლობა პოზიციები ამოიწურება და ჩაბარდება ისტორიას.
ძალიან დიდი მადლობა, უნდა დავასრულოთ გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა 2 საათია თითქმის ეთერში ვართ და მადლობა საინტერესო დისკუსიად. და ძალიან კარგია, რომ სხვა შორის საშუალება მოგეცათ არა მაქსიმალურად აზრების გამოვლა ინისათვის. ვფიქრობ, რომ საინტერესოა ჩვენი მაყურებლის პოზიციაც. 1041 ზარია, როგორც რეჟისორი მატყობინებს შემოსული. კითხვა იყო ასეთი, არის თუ არა ევროსტრუქტურების შენიშვნები საქართველოში და საქმეებში ჩარევა ინტერაქტივის შედეგების სახეზეა, დიახ ფიქრობს 93%, არა 5%, მიჭირს პასუხის გაცემა 2%. ფაქტის სახეზეა. ეს რა თქმა უნდა არც ალსახად არ არის სათლიანი საზოგადოების აზრი, თუმცა გამომდინარე ჩვენი რეიტინგებიდან, ჩვენი მაყურებლის პოზიცია ყოველ შემთხვევაში ასეთია, ზოგადად ყველაზე კარგი საზომი ასეთი დამოკიდებულებების მაინც არის ხოლმე საარჩევნო ყუთი და არჩევნები. ძალიან დიდი მადლობა გიორგი გვენეტაძე, პარტია გირჩის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, საკრებულოს დეპუტატი, ბატონი დათო ლორთქიფანიძე, ქართული ოცნების წევრი, მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. ჩემს სტუმრებს, სხვა შორის ძალიან კარგი იყო ორ ადამიანს შორის დისპუტი. ვფიქრობ, რომ უფრო ასე ვთქვათ, თვალსაჩინოდ ხერხდება საკუთარი აზრების საზოგადოების წინაშე წარმოჩენა. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ თქვენ მიიღეთ დისკუსიაში მონაწილეობა და მადლობა რა თქმა უნდა ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ ჩვენ ვართ ის პლატფორმა, რომელსაც თქვენ თუ ტელევიზორებთან არ ბრძანდებით, შეგიძლიათ მანქანაში მოусმინოთ, ან თუ არ ბრძანდებით არც ტელევიზორთან, არც მანქანაში, თქვენი მობილური ტელეფონის ციფრული საშუალებით, YouTube არხზე QR კოდის საშუალებით, მოკლედ თუ კი რაიმე მედია საშუალება არსებობს საქართველოში და ზოგადად სოფლიოში ალბათ უკვე Georgian Times-ი წარმოდგენილია ყველა პლატფორმაზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, ადამიანებს, რომლებიც 2 საათის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყვნენ და მუშაობდნენ. მე მინდა რომ სახელობითად მოუხადო მათ მადლობა. თაკო ხოსიტაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ომო გადაბაძე, კახა მასხარაშვილი, ნინა შალამბერიძე. მადლობა მათ მხარდაჭერისათვის, რომ ჩვენ ვახერხებდით სწორედ მათი წყალობით, ის ვინც კადრში არ ჩანს, მათი საშუალებით თქვენთვის მოგვეწოდებინა დებატების ფორმატი და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემის სტუმრებს, ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს და მსმენელს. ეთერში იყო დროული კითხვები, დებატები ეკას ეხნიაშვილთან ერთად. მე მომავალ ორშაბათამდე საქართველოს სიყვარულით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. დროული კითხვები ეკა